მოგესალმებით Echo Chamber-ის სტუდიიდან და დღეს გვყავს არაჩვეულებრივი სტუმარი დიმიტრი რჩეულიშვილი, ცნობილი შეფი, დარწმუნებული ვარ. Ყველა მიცით, ძალიან ცნობილი არის და აქტიური სოციალურ ქსელებში. გამარჯობა და დიდი მადლობა რომ გვესტუმრე. გამარჯობა და დიდი მადლობა მოწვევისთვის. სანდრო გამარჯობა. სალამი ყველა. დიმიტრი წარდგენა დიდად არ ჭირდება. ძალიან ბევრი ძალიან კარგი რესტორნის შეფიც იყო, თვითონაც გადაცემა მიყავს YouTube-ზე თავისი, რომელსაც მალე განაახლებს. ჩვენი ფიზკულტურას ბრენდ შეფიც იყო და მოკეთ ძალიან მაგარი ბიჭია. გარდა მაგისა, დიმიტრი დაინტერესებულია ჯანსაღი ცხოვრებით. ვარჯიშობს აქტიურად. ვარჯიშობს აქტიურად, ბოლოს რო გნახე იმასთან შედარებითაც უფრო ნავარჯიშობის სხეული გაქვს. რაც არის ძალიან კარგი და ნუ თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა ადამიანი, რომელმაც თან ნუტრიციაც იცის, თან ვარჯიშის და თან საჭმელებს აკეთებს კარგად და მოდით ახლა ამაზე ავაწყოთ თველი გადაცემა. დიდი სიამოვნებით, ეგ ამ ერთმანეთთან ძალიან ხო რა, ძალიან ურთიერთკავშირშია. ხო, აბა. დიმიტრი, შენ კემრიელად ჭამა. ხო, დიმიტრი, თავდაპირველად მოგვიყევი რამ გადაგაწყვეტე? ჯერ შეფობა რატო გადაწყვეტე? შეფობა გადავწყვეტე, ძალიან ბევრი მაქვს ყოლი ეს ისტორია, მაგრამ ესე არის რომ ბავშვობაში მიყვარდა კარგი ჭამა და ანუ ზედმეტად ბევრი კილოგრამი მქონდა ბავშვობაში, ასე ვთქვათ, სუქანი ბავშვობა მქონდა, კი ბატონო, 13 წლამდე ვიყავი overweight-ი, ასე ვთქვათ. და ძალიან მიყვარდა ჭამა მოკლედ რა. და კარგი ჭამას, კარგი კეთებას ჭირდება, ასე ვთქვათ და ეგის დავიჭირე რა ჩემს ცხოვრებაში რა, რომ თუ კარგი გინდა რომ ჭამო, კარგიც უნდა აკეთო. და დედა ჩემას, ბებია ჩემაც და სხვა ადამიანები რომლებიც ტრიალებდნენ სამზარეულოში, მაგის შანსი მომწეს რომ ჩემთვის საჭმელი გამეკეთებინა ბავშვობიდანვე და 6 წლიდან ჩემთვის რაღაცას ვიკეთებ ყოველთვის რა. 6-დან? 6-დან. მე პირველად 21-ის ვიყავი რომ კვერცხი. მე ჯერ არ გამიკეთებია. ხოდა 6 წლიდან აი ხო ხდები რაღაცებს, სულ ეხმარებოდი ჩემით ვიკეთებდი რაღაცებს და პირველად ისიც იყო 8 წლის ვიყავი პირველად მასტერ კლასზე რაღაცა კონდიტერიის და ძალიან ესე თქვა სერიოზულად ვიყავი ჩართული ბავშვობიდან ხო და მე რაღაცა ესე თქვა ცუდი ასაკი რომელზეც ბიჭების ცხოვრება შეეგდამიდგაც და ხანი გადავაგდე ასე თქვა ეს კულინარიული თავგადასავალი და მე წავედი ბუდაპეშტის საცხოვრებლად და სასწავლებლად და იქ უკვე რომ მარტო ცხოვრობდი უკვე რომ რაღაცა მაგ სწავლაზე კულინარიასთან არ ფიქრობდი მე ვიყავი წავედი ანუ ორი უნივერსიტეტი დავამთავრე რა ბუდაპეშტში ერთი იყო international business management-ი და მეორე იყო ტურიზმი event planning-ის განხრით და კულინარია როგორ გავს ესე იგი ანუ სანდრომაც ესე ინგლისშიც ისწავლა ბიზნეს სკოლა დაამთავრა მე ინგლისში მასტერი გააკეთა მარკეტინგის და კი ხედავ ეცავი შენც იგივე ისტორია გქონდა ეს სხვადასხვა ერთი უნივერსიტეტი უნივერსიტეტი არის Coventry University გაიგე ერთი უნივერსიტეტი დაამთავრე მეც ლონდონში Coventry-ში და რატო დაამთავრე ანუ თუ ესე არ გაინტერესდა თუ იმ წელს არა მაინტერესებდა იცი როგორ იყო ანუ ძალიან მაინტერესებდა მთელი ცხოვრება საერთოდ სერვისის სფერო ჰოსპიტალიტი რა და ეხა ძალიან მაგრამ იყოს ჰოთელ მენეჯმენტიდან სასტუმროებზე ვგიჟდები მოკლედ რა და სამზარეულოებზე მით უმეტეს და მთელი ჩემი ცხოვრება ეგ იყო რომ სულ მინდოდა რომ სასტუმროში და ჰოსპიტალიტში სერვისში მე მუშავა man of service ვეძახი ჩემთვის რომ ძალიან მიყვარს ადამიანებს რომ რაღაცა მოშვები რა მემსახურები ხო და ისე იყო რომ არც ძალიან შორს ვიყავი იმ ჰობიდან რასაც კულინარია იყო მაგ დროს და ძალიან ახლოს ვიყავი, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ F&B მენეჯმენტი მაინტერესებდა, ანუ food and beverage-ი. და მე ისე მოხდა, რომ ხო, არ ვიყავი არასდროს შორს, და მე რო ჩამოვედი დავიწყე ჩემი პროფესიით მუშაობა event planning-ში და event management-ში, ასე ვთქვათ. და დაიწყო მე ეს ავადსახსენებელი COVID-ი. და ეს COVID-ი რო დაიწყო, მარტო რესტორნები იყო გახსნილი, მარტო რესტორნები მუშაობდა ეს იდეაში და სახში დავჯექე ფული არ შემოდიოდა არაფერი ხდებოდა მეთქი ხდები ჰობის და ხანი ვაქცევ ხო რა ჰობის ვაქცევ შემოსავლის წყაროა თან სიამოვნებს რა რატომაც არა და ეგრე მოხდა რომ სამზარეულოში შევედი მაგას მე რაღაც გამოსულა რა ანუ მან დაურჩი რა ხო და მაინც ხო რა არც ჩემი განათლებიდან შორს და პროფესიიდან შორს არ ვარ ასე ვთქვა რატო ხარ ხო არ ხარ ასკარად და ჩემი ჰობიც უკვე იქცა პროფესიად რა და მე მგონი ძალიან კარგი იყო
და ბედნიერება არის მე მგონი. ეგ ცალკე ისაა, რომ რაღაც გისწორდება რომ ვაკეთებ. კი. კაი, რატომ გადაწყვიტე ნუტრიციოლოგიის შესწავლა? ნუ ნუტრიციოლოგია შესწავლა თავისთვის და ხა რატომაც არა ხალხისთვისაც რომ საკვები თუ ვინმეს დაჭირდა ჯანსაღად და ჩემი პირველი მოტივატორი იყო ჩემი თავი რა, არ მოვიტყუები ხარ ის აი მას არ ვიტყურე ჩემი ის მომხმარებელი თანსაღად ვაჭამ ეგ უფრო მეორე ხარისხოვანი იყო. პირველი იყო ჩემი თავი, იმიტომ რომ აქტიურად დავიწყე ვარჯიში, ხვდებოდი რომ უფრო მეტი შემეძლო და შეეძლო ჩემ ორგანიზმს რა. და ეგ მივხვდი რომ ანუ რასაც ჭამ მეგხარ რა, ხო? საბოლოო ჯამში. მარტო ვარჯიში როგორც უნდა ივარჯიშო, თუ ყვებას ყურადღებას ან მაგას ვინც იწყებს ვარჯიშს დროის ამბავია ყველა ხდება ხო რა, შეიძლება ანუ ვიღაცას რომ მოესმინა თქვა ჩემი პოდკასტების შეიძლება უფრო ანუ თავისვე შეცდომებზე არ ესწავლა და უფრო მალე მიხვდარიყო მაგას და ჩემთვის შენი პოდკასტი არის მაგიდროს ისედაც არა ინფორმაციის ამბავი ისე ხო ცოტა იყო რა თითქმის რაც ვარჯიზე რაც ყვებაზე აი ჩვენი თაობის ხალხმა და მანამდეც რა ყველაფერი ჩვენ თავზე ვისწავლეთ რაღაცა შეგეშნებოდა უითურმე ესე არ ყოფილა შენზე პატარაა ცოტათი და შენზე პატარა ვარ ცოტა მაგრამ ხო რამდენით 2 წლით არა პატარა რამდენი 30-ზე პატარა 97-იანი ვარ ხო არა მთელი 10 წლის პატარა ჩემს მაგრამ მაინც შენ დროსაც ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩემ დროს ვეჭვენი აი ტრეილერი რომ ხაძეგ გამოიყურები რატო აირია არ ვიცი მე ვიცოდი რომ ვიზუალურად და ტანზე და და ევარჯიშ ხარრივით ეს ვარჯიშ მაქნა ხედა ხო და არა იცის ვიძახ რის თქმა მინდა და რომ ანუ ჩემ დროს ვეჭვენი ყველაფერი აი ტრეილერი რომ შექსულო და არ ვარგა ესე იგი არ ვარგა ესე იგი მაქამდეც გამოყონია და ეხლა თითქმის აღარა არა ეხლა რაც უნდა რამე გაინტერესებდეს შეგიძლია რომ აი ვიღაცა იპოვო ვინც თუ იქამდე თუ მე თუ უნდა დამეშვა რაღაც 50 შეცდომა რო ეჩა ეხლა შენ რომ 5 შეცდომაზე მეტი მაგრამ მას გასაცხოეს ჭირდება მოძებნა ვინ სწორ ინფორმაციას გაწვდი იმდენი არის რომ არა მაგის გარჩევა თუმცა არის ეხლა რა რომ მოგინდეს მიაგნებ რა და მაგ დროს აი კი. და გიჩანი. დიმიტრი და ამასობენ შენ ცხოვრებაში ვარჯიში როდის შემოვიდა? ვარჯიში, აქტიური ვარჯიში დავიწყე, რომ არ მოგატყო დაახლოებით 3 წლის წინ, აი აქტიურად ვარჯიში რა და უკვე ისე რომ შენ თოს სარკეში უყურებ. ყვებაზე ყურადღების მიქცევა. ხო, მაგათი რა, ხო, ანუ მე ვიძახი რომ შედეგზე ორიენტირებული ვარ და არა უბრალოდ იმიტომ რომ ანუ ყოველდღიურობაში უბრალოდ გინდა რომ აქტივობა გქონდეს. და 3 წელია დავიწყე და მაგის მერე აი მაქსიმუმ 1 ქორწილი მქონდა 2 თვე მოდოს ჩავაგდე სანდრომით. ხო, ხარი კი გავაფრთხილე წინასწარ, მაგრამ პირველად. ეგ არა უშავს. კარგი, ახლა რა მეინტერესებს? შენი საყვარელი სამზარეულო რომელი იყო და თუ შეიცვალა იმის შემდეგ რაც ვარჯიში და სწორი კვება დაიწყე? ჩემი საყვარელი სამზარეულო რომელი იყო? ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი 3 ტოპ სამზარეულო არის თურქული მიყვარს გიჟდები ქართული რა თქმა უნდა მიყვარს ძალიან და ასევე აზიურიდან მიყვარს ჩინური სწორკვებასთან როცა ხარ და თუ ჩიტ დეი ან ჩიტ მილი არ მოეწყო და ამოვაგდო ჩემი აზრით რა აი რატო აი ჩინური სამზარეულო ბრინჯი ჩინური თავარი მე ბრინჯი იცვარ აღლა ბრინჯი არა სანდრო იკეთებს ხოლმე სულ ჩინურს რო კითხო ჩინურს არა ბრინჯი სვიჩერი ზოუსი და ქართული ეგ არის რა ჩინური არ ანუ რატო აი რატომ დამოაგდო ბევრი ცხიმის გამო ხო ბევრი ცხიმი აქვს ეხლა მეც მქონდა ეს ჩინური რესტორანი მქონდა რა პირველი რაც გავხსენე ჩინური რესტორანი იყო ჩემი და ან ბევრი შაქარი აქვს, ბევრი ზეთი აქვს, სუდი ფრაიდ არის, ასე თუ ისე. ვოკზე თუ აკეთებ, ბევრი ზეთი ჭირდება, სუზეთ სამატებ ხვდები და ეგ არის და უბრალოდ იმიტომ ამოვაგდე, რომ რთულია ძალიან კალორიების კონტროლი რა და მაკროების კონტროლი ძალიან მიჭირს ხოლმე ჩინურ სამზარეულოში რა. ხევადი ისენი კალორიები. ხო, სხვა რაღაცებს უფრო მარტივად იმაშები ხოლმე, თქვათ თურქული ადვილია რა, მოდის ხორცი, იცი რა ხორცი მოდის. თურქული რომელია აი ხა ცოტა. აი ქებაბები და ეგინი ხო. თურქუნის ცილასთან თურქუნი ყველაზე ახლოს. კი, ახლოს არის და კიდე ოსპის სუპები და გემრიელი რაღაცები აქვს ასე თქვა და ეგ არ არის ხოლმე ასე თქვა ჩითქმად არ იმაშები ხოლმე რა. და ამიტომ დარჩა, ანუ არაფერი არ შეცვლილა ეს იდეაში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თუ ზომიერად ჭამ, რაც არ უნდა ჭამო, რაც სამზარეულოს არ უნდა ჭამო, თუნდაც ჩინური იყოს, ეს ძალიან ხა იმოსკენ, თუნდაც ჩინური იყოს, შეგიძლია რომ ჭამო, მაგრამ რთულია მაინც რაღაც. არა, ჩინური რთული, მეც ძალიან მიყვარს ჩინური, მაგრამ საერთოდ არ მივდივარ. ჯერ ერთი საქართველოში არ მომწონს დიდად და
თან თუ შევედი, ხვდები, ხა ესე მე ვერ ვერკვევი, როგორც თქვენ არკევთ და ხვდები, რომ მაგის ჯამა არის რაღაც დიდი შარი. ხო, და სულ ისე არის ხოლმე, რომ ანუ აი შანსი არ არის, რომ ერთი main dish და ერთი side dish-ი არის. რახ იმაშოვი და ჭამ. ცინის დაგროვებაც საერთუნი იქნება ეგრე. მან შაქანი ძირთად соуსები მართლა სულ შაქრით არის, არ უნდა ტკბილ მჟავე, ცხარა ძალიან ცოტა და ალბათ იმას ჩაქარი აქვს ხა მაგდენში. შაქარია, შაქარი. ძალიან ბევრი მას აქვს შაქარი. კარგი, მაშინ მოდი არ გავსწრეთ ამ თემას და ქართულზე გადავიდეთ. აი ქართულ სამზარეულო მითხარი როგორ არის რომელია დაბალკალორიული ან როგორ შეიძლება რომ გავხადოთ ცნობილი ქართული მაღალკალორიული შედარებით დაბალკალორიული. მაღალკალორიული. ანუ მე ჯერ დავიწყებ იმით რომ ყველაზე კარგი კერძი ჩემი ნუტრიციულად ასე ვთქვა და nutritious რასაც ქვია არის ჩემს ჩაკაფული რა ჩემი აზრით. ჩაკაფული გადასარ. ხო, ჩაკაფული საკმაოდ დიეტურიც გამო. ცხიმი არ ჭირდება ხოლმე მგონი? ცხიმი ცოტა ქოიც თუ ჩაულაგებ და რაც ცხიმის მოყვება ხორცს ეს. სხვა ცხიმს მე არ უკეთებ, სხვა თუ უკეთებს არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე თქო დიეტური და ყველაზე nutritionally dense გამო. ხო რა, ეგეთი ის არის კერძია და ყველაზე ანუ ჩემი აზრით ანუ როგორ არის იცი? როგორ შეიძლება რომ გახადო უფრო ნაკლებად კალორიული კარგი ქართული კერძი? კარგი, აი ესეთ გემრიელი, აი რა, კარგი ქართული კერძი რაც მახსენდება ხოლმე არის, რა ვიცი, ოსტრი, გიჟდები, ისე მიყვარს ჩაშუშუ. ოსტრი ისე არის, ბევრი კალორია. თუ ზეთს გავუკეთებ, ბევრი აქვს. აი რესტორანში მიდიხარ ჩათუთქული რო არის და ბევრი ზეთის ზევი და რო აწყია. ეწება ზეთი, ანუ ხვდები, ეგეთი რაღაცები შეგიძლია თავი, ანუ ჩემი აზრით ქართული სამზარეულოს მინუსი ის არის, რომ ზეთის ხმარება არ ვიცით რა კარგად რა, ანუ ახლა ჩააყრია და ჩათუთხავენ და ბევრი და ჭიპჭიპებს მე ამ ზეთში და ეს და ყველაფერი ჩემი აზრით ახლა არ მახსენდება ხინკალს ასე რომ ვთქვათ არ არის ცუდი, მაგრამ გააჩნია რამდენს შეჭამ. აი მითხარი ხინკალის კალორიულობა უეჭველი დათვლილი. იქაც ხო აი გინდ ოსტრში, გინდ ხინკალში. კი ახლა ისეთი შეიძლება იდეალური გემო არა, მაგრამ აი ხორცი რაც უფრო მჭრნე გააკეთებ, ისეთი რა, ბევრი ცილა ცხიმსაც დაზოგავ, კალორიები ძალიან მოაკდება და გემოც აი ორიგინალი ძალიან ყველაფერი იგივე რო გაუკეთო, ძალიან არ გაექცევა რა, აი მაინც იმ გემოზე მიდის ასე თუ ისე რა. ხო რა და პირიქით ზოგს მე მაგათაც ძალიან ცხიმი, აი ხორციც რო ძალიან ხორცი არის, აი ძალიან მიყვარს რა, მაგრამ ძალიან ცხიმიანი როა, აი და ძალიან ცხიმიანი ხორცი, ძალიან ბევრ ზეთში შემწვარი, აუ, იმენა. ნუ შენ არ გიყვარს, ბევრს უყვარს. კაი, ბეჭდეთ, დავუბრუნდეთ ხინკლის კალორიულობას, ეს არის ჩემი ტკივილი. ხინკლის კალორიულობა საშუალოდ მერყეობს, მე ას დათვლილი მაქვს 100-დან 160-მდე გააჩნია სიდიდეს და ხორცი რამდენიმე შიგნით რა. და რამდენად ცხიმიანია ხორცი? რამდენად ცხიმიანია ხორცი, ხო, მე ესე რომ მე რო ვთვლი ხოლმე რომ რამდენი კალორია მივიღე, ვთვლი ხოლმე რომ 120 კალორია არის ერთ წელი ხინკალი. 10 წელი ხინკალში და 1200 კალორია შეჭამ. ამიტომ არ ჭამო 10 წელი ხინკალი და სხვა რამე ჭამაც გინდა. ჭამე 3. ეგ შენ იძახი ან ჩვენე რესტორანში, ნუ სადღაც ნაკი. აი სახში ხორცი რომ მართლა ნაკლებად ცხიმიანი გავუკეთ, იმ წვენშიც რომ რაღაც ბევრი ზეთი არ იყოს გარეული ან რაღაც ეგეთი. უშვებიან ზეთს, წვენს ხმენ მგონი ზეთს არ უშვებიან, წყალს უშვებიან ხოლმე ბულიონს და რა იმის ხორცში. ხო, აი ზოგჯერ ხო არის, მე მიჭამე ხინკა და ის სითხეზეც ეთყობა რომ ცხიმიანია რა. რა ქვია მაგ ხო, ფასანაურს. მან როგორ არის ხოლმე იცი რა ეს იდეაში ხორცში უკეთებენ თქვა ცხოველურ ცხიმს რა, რომელიც და ის რომ გამოდის და იმ ნახარში და ეს ნახარში ხდება ეგ ისა და სიგემრიელეს ეგმატებს რა. ჩვენ თუ გვინდა რომ ეს იდეაში რომ აი ეს ასე თქვა кайფი მივიღოთ ხინკლის რა, ცოტა უფრო მეტი ფარში წყალს უკეთებს ყველა ეს ამირებული ფაქტია თუ ეხა გაიგეთ არ ვიცი, მაგრამ ეგრე არის. ჩაასხი წყალი და кайფს იგრძნობ რა, მაგრამ აი ესეთი რომ სიტუაციად რა ვიცი ფასანაურის გზაზე ხინკალი უჭამე და ეგეთი არ იყო, ხო? ანუ ეგეთი ვერ იქნება რა. ეგეთი ვერ იქნება. არა, ეგ შეგრძნება ხა რომ ჭამ ხინკალს წვეთი რომ დაეცემა და ეგრევე რომ გადაშრება და წაიყინება, ანუ ჩემთვის ეგ ძალიან ზემოთია. აი მაგარ შეგვიძლია არა ვიცით. მაგრამ ისე ხინკანი რო ავიღო, ერთ-ერთი ის არის რა. ყველაფერი აქვს რა, ნახშირწყალიც გამოდის, ცილაც გამოდის და ცხიმი ახლა სუმჭრნისგან არ გამოდის და ანუ მარტო ხინკალი რო ჭამო, ყველაფერში წვანინიც თუ აქვს ბოსტნეული გუდის და ეგ არის რა. ეგ არის. ბოსტნეული ცილაც ცხიმი ნახშირწყალი ყველაფერი, ვიტამინი, მინერალი ყველაფერი მიღებული გაქვს. არა, ძალიან კაი საჭმელი ეს იდეაში. კაი, და ისა ხაბაბი შენი აზრით თვითონ ხორცი ხაბაბი თუ მჭლე გააკეთე, ოკეია, ანუ აი ყველაფერი ეგ არის, რომ ეს ჩემი აზრით ანუ ზოგადად რა პრობლემა რა არის რა, რომ ყველაფერი გემრიელი ზოგადად არის ცხიმიანი რა. ზოგადად ბევრიც შედარებით მეტი. არაქიც
რა ის თქვა კარგი ომლეტი თუ გიყვარს და კარგი სკრემბლი თუ გიყვარს, კარგი სკრემბლს ყველგან აქვს ორი კარგი. ყველაფერი არის კარგი, ყველაფერი არის ზეთი. ხვდები, ეგ ყველაფერი აგემრიელებს და საბოლოო ჯამში ქართული ეგ გინდ სხვა, ხო? ჩემს არსებობს ძალიან ბევრი რა თქვა მექანიზმი რომ იმის რა ქვია ზეთის ხმარება რაღაცნაირად შევამციროთ რა და არ პირდაპირ დაათხრიშო. აი მე მაგალითად კარტოფილის შემწვარი ბევრ ზეთში შემწვარს მიჩვენე საერთოდ ანუ ისე რა იმ შრალი აერობიულში რაღაცა ჩემთვის უკეთესი გემო აქვს აი იმ შრალად შემწვას თითქოს რა შეშებონის იმაზე ეგ უფრო ის არის რა ქვია გემონების ამბავია მაგრამ ანუ ეს საბოლოო ჯამში იქამდე მივდივარ მე რომ თუ გინდა რომ ჯანსაღად ჭამო და თუ გინდა კალორიები აკონტროლო კალორიებზე მაქვს საუბარი მაშინ აკონტროლე ის რაღაც ჭურჭელი ხო სადაც გისხია ზეთი რა დანარჩენი ყველაფერი საჭმელი შეგილია რომ კონდეს დაბალკალორიული ზეთის ხარჯზე და ყველაფერი მიიღო იგივე გემო მიახლოებული შეიძლება 70% მიიღო მაგრამ იგივე გემო დასვა ყველაფერში საერთოდ ნაკლები ნუ ჩვენ სახში საერთოდ თითქმის ძალიან ცოტა ცხიმს ვიყენებთ და ისიც აი ძალიან ჯანსაღი სახით მაგრამ ნუ აი რესტორნებში და იმაში რომ მიდიხარ მანდ უკვე რთულია გაკონტროლება მან ძალიან რთულია უკვე ეს მაგას ვერ მივაღწიე რომ რა ვიცი ხმე რა პროექტებს ვაკეთებ ზოგადად რა სუშვები ხომ ესე რაღაც ჟურნალს ვაკეთებინებ ხომ ყოველთვის ამ მენიუსას რომ ან მაკროები ჩამოწერილი ქონდეს იმიტომ რომ და ეს კალორიების ის რა რაოდენობა რომ ჩემ ეს ყველგან ავადყოფი რომ მივა ეგ ყველას უნდა ქონდეს რაღაცა მონახაზი რო ეკითხები ხო ხტები რომ აი დაახლოებით რამდენი გრამი ხორცი აქვს რამდენი ის აქვს რამდენი ის აქვს რო იცოდეს რომ ხო ხტები რა ბევრი უფრო წყნაროდ იქნება მე რა და მე სადაც ახლა პროექტს ვაკეთებ ხომ ყოველთვის ვეუბნები რომ ეს პატარა ჟურნალი ქონდეს და ვიღაცა დიმიტრი მოვიდა ხტები გადაუშლი და ანუ იმდენად დიდი პლუსი არის ჩემთვის ხო და სუმანდივნი რა ხო რომ მივდივარ რომ ქონდეს სუმანდი აი სვეჩი კარგი საჭმელი რო იყოს აი კარგი საჭმელი რო იყოს და ეგ რომ ქონდეს ეგ ისა всё რა აი როგორი ლოქტინო გარეთ იქ რა გარეთ საჭამი იქ აი როგორი ლოქტინო არის რა ხო და თან ძალიან ბევრი დიმიტრია უკვე სხვა ბევრი აქციებს ყურადღებას კიდე ბევრი ვარჯიშობს გააზრებული აქვს რომ ანუ ჭამის გარეშე იგივე შედეგი ვერ ექნება ჭამაზე ყურადღების მიქცევაც უნდა მაგრამ ფიზიკურად დინის 9-ზე რო გადის სახრიდან და საღამოს 8-ზე შემოდის ან 7-ზე ანუ უწევს გარეჭამა და არ არის არც ერთი ადგილი და ალბათ იმებში დადიან უფრო ეს ჯანსაღი საუბარი შედარებით მაგრამ რო კონდეს ესეთი ადგილი 5 რო იყოს თბილისში რომელიმეს მოერგებოდა და იქ წავიდა და უეჭვდა მე ვისმერე მიყვარს გასვლა და ძალიან მიყვარს რესტორანში და კაფეში ჯდომა და სიამოვნებით მივიდოდი ისეთში სადაც მეტყოდნენ თუმცა ისე არის რაღაც აი ყველაში ვერ ვიტყვი მაგრამ უმეტესობაში აი არსებული მენიუდან შეგიძლია მაინც ძალიან თუ მოინდომე, ახლა ზუსტად იმ კალორიას და იმ ცილა-ცხიმს ვერ დასვა, მაგრამ ასე თუ ისე დიეტურს აირჩევ რა. არა, მასე ახლა შეგვიძლია რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც უკეთესია, როცა ზუსტად იცი. მე როგორ ვიცი, როგორ თქვი ხოლმე კალკულაციებს იმუშავები ხოლმე გავდივარ და როგორ გააკეთებდა, რომ ალბათ 150-ზე მეცხრას არ ჩადებდა. ეგ გაიქცევდა ფასი. უფრო მარტივია. გაიქცევდა ფასი და სამდენი აქ დათვლილი ალბათ. რა ფასი გერს იმის მიხედვით ამდენი რა ეკნება უეჭვი. ხახ და მეთქი აღარ შემილია რა ის გააკეთე კი აი იგი შედა რაღაცა რო ღრის და $22-ში 50 გრამი ცილა შანსი არა ესე ეხა რაღაცას ვათხო ამდენი ცილა აი ზუსტად ეს კალკულაცია და ექსელი მაგახსნილი ტვინი კარგია ესე იგი ქართულ სამზარეულოში რაც მომზადება და სამზარეულოს რომ დავუბრუნდეთ ფხალეული მე ცალცალკე რომ მაინტერესებს ფხალეული არის ჯერ რომ გონია რომ სოფლიოსის არის რაღაცა შედევრი კი ბატონო და ყველა უნდა გაუფრთხილდეს და ასე ვთქვათ ის არის რა ქვია და თვითონ კალორიულობა რაც შეეხება ერთი ნიგოს თუ ჩათვლი მაგრამ ნიგოზი ჯანსაღი ცხიმი არის რა კი ისიც აი 100 გრამზე აი რა ნიგოზი ძვირია რა ფასი უნდა უღირდე 9-მდე ნიგოზი უნდა ჩაგიყაროს ცდილობს რაც შენება ნაკნები ჩაგიყაროს და ნაკნები კალორია ექნება რა ეგ არის გადასარავი მოკლედ მივეძავოთ ფხალს ფხალეუნი მაგარი ჩიტკოდია მე რა გარეჭამა თუ გინდა აი წვადი და ფხანი და კიდრა პამჯუსალათი და ძალიან კაი ჩიტკოდი არის ეს კიდე რა ქვია მე იმაშვები ხოლმე აჯაბსანდალს უკვე თან აჯაბსანდანიც აი ძალიან ცხიმიანი თუ არ არის ხო და გააჩნია რა ეს გააჩნია ეს ზოგი აკეთებს ხოლმე გრილზე მომზადებული ყველა ბოსნეული და და აი ეგ არის აი ხორცს დაყარი და მოაყარე აჯაბსანდალი და მომშვიდ
80 კალორია. აი ის არის, კი. კარგი, ესე იგი ჩვენ აქ მივახციეთ იმ დასკვნას, რომ ქართული სამზარეულო ძალიანაც ჯანსაღი შეიძლება რომ იყოს, გემრიელი ისედაც არის და შეიძლება რომ ნაკლებ კალორიულიც გემრიელი იყოს და ბევრი რამე იჭმევა. კერძებს ისე შეარჩევ, რომ ხო, მოარგებს შენ. შეგვიძლია მოკლედ, ხო. კი, ანუ ყველაფერი, ანუ ხო ესე რომ აიღო ანუ როგორ არის იცი, ვიღაც შეიძლება გამოხტეს და თქვას, რომ ხაჭაპური ხო ძალიან მაღალ კალორიულია ესე რა, შეიძლება თქვას, მაგრამ ანუ მაღალ კალორიული შეიძლება იყოს, მაგრამ 100 გრამი ხაჭაპური არა, პატარა ნაჭერი ხაჭაპური რა, ესე იდეაში რო აიღო რა, ერთი ნაჭერი ხაჭაპური შეიძლება დაიკმაყოფილო ეს რაღაცა ეს ჭია რა, ასე ვთქვათ. და რამდენი იქნება საშუალოდ? და კალორია რამდენი? 100 გრამზე დაახლოებით 240-250 კალორია არის 100 გრამზე რა. ხახნო სასწაული ისა გვაქვს ეპიზოდი აი, იგიც რო აი, კალორიებს ვაკმევი სადინი რო ისქნა რა, ხორცი რო ჭამო ცილა, მაქსიმალურად ჭრნე და ხაჭაპური რო ჭამო ნახშირწყალი ცხიმით, თან ყვენისგან ცოტა ცილა და ეგ ანუ ყველაფერს იღებ რა. შვენიერი ის არის, კი. გადასარავი კი. კარგი, რო გავცდეთ ახლა საქართველოს სამზარეულოს და ესეთი კითხვა მაქვს, 3 ყველაზე მაღალკალორიული სარესტორნო კერძი ნებისმიერ სამზარეულოს. ვაუ, ყველაზე მაღალკალორიული კერძი ნებისმიერ სამზარეულოს. ნებისმიერ ნუ ყველაზე ხა ესე ძალიან გასაგებია ფრიდა ბურგერი იქნება ან რაღაცა ესეთი, მაგრამ აი შენთვის რა, აი ხალხს რო გოდიცი როგორ თქვათ? აი რომელიც ხალხს არ გონია დიდად მაღალკალორიული და არის. აი როგონია რომ დიეტურს ჭამს და თურმე აი მე მაგალითად უცებ მომივიდა ქათმის ნაგეტსი ან რაღაც ეგეთი რო იყოს რა. ხო გონია ხორცია ქათამია და ეგ რო ფქვინი და ზეთში ჩაჩაგდებული. ზეთჩაგდებული კი ბატონო. ზეთში იქნება. მაგრამ აი ძალიან კალორიული არის ეს იდეაში. ლაზანია არის ტოპ კალორიული. აი ტოპ კალორიული, იმიტომ რომ ეხლა ცოტა ხანი დავითვალეთ მაგის კალორია რაღაც ერთ-ერთ რესტორანში და რაღაც 900-დან 1000 კალორიამდე არის. ეს ნაჭერში ხო? აი ყველი აქ ძალიან ბევრი ზევიდან კიდე ხუშინი და ამბავი და ხორცები და ღორის ხორცი და ბეკონები და კაროჩი რა, პანჩეტა და პოდიშემს ტუს. პანჩეტა და ეს რაღაცები და მოკლედ ძალიან ბევრი ის აქვს რა. ეგ არის ძალიან კალორიული. კიდე ადამიანი ვინც ესეთ guilt free-ს მიირთმევს რაღაცას. გონია რომ ხო, ჭამს. ეხლა ვიხსენებ ჩემ ცოლს რას მიირთმევს ხოლმე ესე რომ ვითომ არაფერი და ეგ ცოტა რთული არის, მაგას ცოტა ხდება. მაგალითად მე მგონია და სანდროსაც აი ბოლო ეხლა ხანს ჩაწერა rilsi და მან დააბობს მაგას აი ცეზარი. სადღაც ქათმის ცეზარი. соус ხო, соус გააჩნია. соусის გარეშე თუ ეთქვა რასაც მე ვაკეთებ ხოლმე, კაი, მაგრამ მაგრამ მანდაც აი ისენი პურები ცოტა ბევრი თუ აქვს, ეგ პური ცოტა ზარმიძანოა. აი გონია რომ თითქოს არაფერს არ ჭამ და არა და ძირითადად ეგ სალათები არის, ხოლმე ძირითადად ეგეთები რა. აი ყველა ეხლა დრესინგი, რაც კეთება, ყველაფერი ზეთის ბაზაზია აგემრიელებს ეგ ხო რეალურად. კი და მაგრამ გაშემაც რა ზეცაც იხმარ თუ ზეითუნის ექსტრა ვირჯის იხმარ კიდე კაია თუ ძირითადად ხმარობი ხომ ზესუმძირის რესტორნებში მაგას ვერ გავექცევით ძირითადად ეგრე არის და ხო ძირითადად ეგ სალათები არის ხოლმე რა მაგრამ ესე უნდა ვიფიქრო ესე ეგ კიდე არ ვერ მაქვს მოკლედ მე იცი რა ჩემი პირადი დაკვირვებით მგონია რომ ერთ-ერთ ყველაზე მაღალკალორიული სამზარეულო ნუ შენ ჩინურიც ახსენე და ეგ არ მიფიქრეს ხო ჩერს მაგრამ ეგრეა ფაქტია და იტალიური ალბათ ხო იტალიური მაღალკალორიული არის მაგრამ მაინც ძირითადად ხმარობენ ჯანსაღ ცხიმს ანუ ექსტრა ვირჯინ ოლივ ოლს ხმარობენ ასე ვთქვათ რა მაგრამ მაღალკალორიული არის, მაგრამ ისიც აქვს რა, რაღაც თავის პლუსებიც აქვს რა, ბევრი ნახშირწყალია. ხო, პროსტო ფიზიკურადაც რა, აუ, ხა ეს პიცას ხო არ შეჭამ რაღაც სანდი. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად ჭამ ერთ პიცას რას კი ჭამ ვერ გავიქე. ხო, მაგრამ გააცნი თუ ის არის რაღაცა მარტო ყვენი და ტომატის სოუ, რაღაცა პეპერონი და ის თუ არ აყრია ზევით რაღაც უბედურება, რამდენი თან მიცომეტოს თუ თხენი შეჭამე რამდენი სომია მოცარელას მაინც აი ფრინდება მაინც ასე თქვა მოცარელას პიცა არ ვიცი მაგრამ პასტა მით უმეტეს თეთრი соусებიანი ალბათ იმდენ ნაღებია соусიანი ხო მე მაგითოს წითელი соуსი ვჭამ ფიქრობ ხოლმე რომ უფრო ნაკლებ კალორიული ხო მაგრამ აი ეგეც არ არის ნაკლებ კალორიული შეიძლება იყოს იმიტომ რომ სიტყვაზე ვიზახი კარგი გაკეთებული ბოლონეზე სიტყვაზე ვთქვათ არის ძალიან დიდი ხნის დადუღების შედეგი და შიგნით შეიძლება იმდენი ხორცი და იმდენი ცხიმი დადუღდეს ის რომ ვერ ხედავდეს საერთოდ. ხო, რა ანუ აი მეგონები კარგი ბოლონეზეს რა, კარგი ბოლონეზე კეთდება 24 საათი კეთდება. ხდები ან 12 საათი მინიმუმ რა.
ეს კარგად დაადუღდეს და ცხიმები და ისინი დაშრეს და გაჩა კარგი და სქელი ტიპი გაიჭდა. ერთი ლუკმას ჭამდა იმდენი ცხიმი შენობა ხო, ქონდეს. შეიძლება იმდენი ცხიმა ვის, მაგრამ კალ ხო მან უფრო მეტი ცხიმი არის რა, ასე ვთქვათ რა, კი ბატონო, ხო. კი. მოკეთ იტალიური მე მგონი მაინც. იტალიური ძალიან ისეთი ძალიან ისეთი პასტა და ნახშირწყალი და აი ცხიმნარევი გამოდის რა, გინდ იმაში პიცაში ყვენი ცხიმი თან ხო, კაი ბლომად გამოდის და პასტებშიც თუ აი ეგ ხორცი და соуსი ცხიმიანი და კიდე თუ ყვენი ზევიდან პარმეზანი. არა, ყველა ვარიანტში მაინც მგონია რომ ეგრე მით უმეტეს ეს პასტა, მაკარონი, ლაზანია და ესეთი პიცა კიდე ალბათ უფრო მოსულა ვიდრე ესენია რა. შეიძლება ითქვას, მაგრამ გაჩი რამდენი ისე ისე ყველაფერს გაჩნდა ვინას როგორ გიკეთებს. ო, რა და ისიც პიცა ძალიან გიყვარს და ყოველდღე ერთი ნაჭერი პიცა ჭამო რა. არაფერი. ყოველდღე ვინ ჭამს პიცას მე მგონი არ აუ, ჭამს. ისა ძალიან უყვარს, შეუნია ჭამოს და არც ისეთი ანუ ნებისმიერ სამზარეულოში რაც არ უნდა ბომბა კერძი იყოს, ანუ თუ მაგ კერძზე მოარგებ თელ დღეს, რავი. თუ მოარგებ მოკლადი არის ხო რა. კი ბატონო. გადავიდეთ, აბა ეხლა მოდი იაპონურ სამზარეულოზე საქართველოს ხეც როგორ უყვართ სუში, თუმცა მე საერთოდ როლები არ მიმაჩნია სუშად, ძალიან არ მიყვარს, რაღაც აჯამსანდალევი მგონია ხოლმე. და მე უფრო ჯანსაღურად მიყვარს, საშიმები მიყვარს მაგალითად და მართლა სუშები, ანუ ბრინჯი და ის მაგრამ პირადად მე მაგალითად საშინლად მოქმედებს ჩემ ორგანიზმი, ისეთ მაშუპებს, რომ რა ვიცი და ეს ბრინჯის და იმის კომბინაცია სოიოსი თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ნუ შეიძლება ბევრი სოდიუმს იღებ, არა სოიოსი. მან და სუშის იმას ბრინჯს შაქარსაც არ უკეთებენ? ცოტა კი, ცოტა უკეთებენ. შაქარიც. ხო, ცოტა სხვანაირი სოიოა ხოლმე, ვიდრე სხვანაირია, სოიოს სხვანაირია, წყლანაირია, ცოტა შაქარნაირია, გაჩნია ვინ როგორ აკეთებს ისე მაგას და ძირითადად ხოლმე ხა მე რაც მინახია ეგრე არის ხოლმე რომ რაღაც ერთი ერთზე სოიო წყალი გადაურია და უფრო გემელი ან ცოტა უფრო იაფასიან სოიოს ყიდულობენ და ეგეთი ის არის და თვითონ რაც შეეხება იმას აქვია შეშუპებას და იმას ალბათ ის არის რომ სოიოცი და ბევრი მარილები და რაღაცა სოდიუმი გამოდის და წყალი გიკავებს და ისედაც ბრინჯი ნახშირწყალი პნიუს სოდიუმი აი მეტყვი ხა შეიძლება ერთი მთლიანი მაკარონი ვჭამო, ანუ პასტა რომელიც 1000 კალორია იყოს და იმან არ შემაშუპოს და რაღაც რამდენიმე ნაჭერ მოიმან. სოიოს ამბავი შეიძლება იყოს და მაგ იმებს სოდიუმების რა უფრო. და მაგის კალორიულობაზე ნუ უფრო თბილისში როლებია უფრო პოპულარული აი მაგ. ხო. მაგაზე სახესით ვთქვით მე და ჩემი მეუღლე. რაღაც ერთსა მთელ როლს საშუალოდ რაღაც კალიფორნია როლი რო აიღო რაღაც ეგეთი დათვალეს რაღაც 600 და 700 კალორიამდე ერთ მთელს რა. 8 ნაჭერს რაღაცა იღაც მე მგონი ეგეთ და დროი მიდიხარ შეუკვეთავ ანუ ორი ადამიანი რომ მიდიხარ 4-ს მაინც უკვეთავ ხო 4 სხვადასხვა ერთი ლუკმისთვის რაღაც თითქმის 100 კალორიამდე ხო ერთ ლუკმაში ჭამა ანუ ერთ ჭამაზე 1500 კალორია ხე მაგას ვიცი მე მგონი ეგრე იყო 500-600-მდე წესით ყველა ნაჭრიანი გამო ყველა ვარიანტში არის ეგ 80 კალორია მაინც გამოც ერთი ლუკმა 80 კალორიანი თან ხო რა ცილა კი ხო თევზი რაღაც გროვდება მაგრამ მაინც ცოტა გამოდის არა თან მაგდენცილს ვერ ჭამ შანსი არ არსებობს და უფრო მეტი მაინც ნახშირწყალია რა ნახშირწყალია და იმიტომ ფუდები მე ხო და სუში ისე იდეაში ისე სიჯანსაღის ამბავში რო იყო მეგონი ერთი ეს ძალიან ბევრი სოდიუმის მიღება რო არ იმასქნა რო არ ჩათვალო ასე თქვა და ბევრი სოიო რო არ ჭამო საკმაოდ ჯანსაღი გამოდის ხო თევზის თუ кай ხარისხია საკმაოდ ნორმალური კრემყოლს უკეთებენ ბრინჯი თევზი ხო ნორმალური ეს არის რა იაპონური ცოტა ისეთ მაინც ალბათ go to უნდა იყოს რა რაღაცა healthy lifestyle-ში. მაგათთვის ხო, მაგრამ ჩვენთან მე მგონი ეგეც ცოტა გადასხვაფერებულია შემოსული არა. დიდი შანსია. ძალიან მგონია რომ იაპონიაში ძალიან სხვანაირი იქნება. ეგ დასწრებული ხე, იქვე რომ დაიჭერს და დაგიკლავს და მთელი ის რა რაგნაცური რა ქვია. ოკეანე. ჩემი საყვარელი კვება არის აი ზღვაში ვიცხოვრებ. პროდუქტები. ხო, არა და მე ამას საერთოდ ცილა ძალიან აიცილა იმა ხორცი ნებისმიერი სიძგინდა იყო და აი მე ხორცევა ზღვის პროდუქტებში ცილა არის თან აი ძალიან ვერ ერთი აი თევზი ორაგუნი შეიძლება რაღაცა არა მე ანუ ძალიან მიყვარდა თევზი რა ეს რა გეტყვი ჩემ ქორწილამდე ქორწილი მქონდა საბერძნეთში რა და საბერძნეთში ვიყავით 2 კვირა დაახლოებით და ჩემი მეუღლე თავის ქორწილიდან ყველაფრიდან და მაგის მე ცოტა შემზიზღდა რა მაგრამ აი საბერძნეთი არის ჩემთვის აი ყველაზე კარგი საცხოვრებელი იმიტომ რომ ხორციც აქვს და აი ძალიან კარგი ხორცები ქათამიც აქვს
ძროხის ხორცის და ღორის ყველაფერი აქვს და თევზია კი აი ეს ხელს გადაყოფ რა საბერძნეთი ისედაც ერთ-ერთი მე როგორც ვიცი მეც რო მითხარ არჩევანი გააკეთე ტოპის არის სამზარეულო და ისედაც ანუ ყველაზე გემრიელ სამზარეულოებში როგორც ვიცი პირველ სამეულში თითქმის ყველა შეყავს რა. მაგათ მარტო ზეითუნიზეთი აქვს. ბერძნული არის. აი ჩვეულებრივ ბერძნული საუთ რომელიც თბილისში მეზიზღება. იქ ისეთია რომ აი ზეითუნიზეთი და ზეთის ხილს აი დასანახად ვერ ვიტანდი აი კონსერვის აი ცულდა რა არსად არ მიწა შარშან თუ შარშან წინ ვიყავით საბერძნეთში ზეთის ხილი შემიყვარა აი ძალიან ტოპას კიტრი და პომიდორი სულ მიყვარდა მაგრამ იქ არის რაღაც სხვანა თან ეს ხმელთაშუა ზღვის დიეტაც რო აიღო მედიტერანე დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი და დაბალანსებული კვება არის ასე ვთქვათ რა და ეგეც ხორციც ხო გაზარდა რა ძალიან ის არის და მოკლედ აი ფიქრობ რომ ყველაზე ისეთი აი სადი ცხოვრებდიო რომ ითხრა რა ეს ყველა ჯანსაღად ჭამო ალბათ მანდ ცხოვრებდი რა და ყველაფერი ძალიან ჯანსაღი და ძალიან ფრეშია და რა მზეც არის წყარნიც არის აი ყველა კლიმატი ყველაფერი ისეთი მოგეთ მე მგონი იცი რა არის ყველაზე სწორი ჭამას რაც შეეხება რა ქვეყანაშიც ცხოვრობ იქ ანუ რაც ხო რა ანუ რაც მოდის ახლა თბილისში მე მაგიტო არ მიყვარს სუშების ჭამა თბილისში ხა ხო იდეაში ყველა ჯანსაღი ეგ არის ხო ანუ საერთოდ რა ვიცი საიდან ხო რამდენი აქ ნაუნები რა ჩამოსულ ანუ საბერძნეთში რომ წახვალ რა თქმა უნდა უნდა ჭამოს ზღვის პროდუქტები რა უნდა ქნა აბა რა უნდა ქნა ხო კი მან ეხა იქ სუშის ჭამას ვაგენა მე უკვე მან უკვე ნდობაზეა მაინც რომ რესტორანში ნდობის საიდან ვიც ჩამოგ დისტრიბუციასთან გემოს მაინც ხო გააჩნია ხსად იქ რო დაგიჭერენ მართლა და იმას ისავენ და სად ხა ჩამოგიტანენ რაც არ უნდა ენდობოდე და კარგი დისტრიბუტორი ყავდეს და ასე შემდეგ ანუ ყველა ვარიანტში განსხვავდება მან გემო კი ასე რომ ესე კაი მოდი ახლა ხან კიტრი პომიდორს შევეხეთ სანდრომ რომ თქვა იცი მაინტერესებს დღეს ძალიან აქტუალური იმაზე საუბარი რომ პროდუქტები აღარ არის ის რაც იყო ადრე ანუ ჯანსაღს ვეძახეთ ჩვენ შეიძლება დავარქვათ კიტრი და პომიდორი და ბოსტნეული ხილი და ასე შემდეგ ჯანსაღია მაგრამ ჯანსაღია ჯანსაღია აი ეს მეკითხო ჯანსაღია რა ხო რა ანუ როგორ არის იცი ძალიან ეხა ძალიან გაჭირს უკვე არა მარტო საქართველოში რომ სოფლიოში უკვე ეგეთი ტენდენცია არის რომ ანუ ესეთი ვთქვათ GMO free და ორგანული ძალიან ანუ ძალიან რთულია რომ მოიყვანოს ჯერ ესე ფერმერისთვის რა ასე ვთქვათ რა და ეს სულ მაგას ვიძახით რომ რატო ღირს მე უკურთ ხოლმე კარგი პომიდორი 32 ლარი რატო ღირს რა იმიტომ რომ ანუ მოყავს ვიღაცა ადამიანს რომელს ხვდები მოიყვანოს ვთქვათ 50 კილო ისე რომ ვაფშე ერთი ისა რო ხმარია რა ქვია რაღაცა შესაწამლი ისა და შეიძლება რომ ერთ დღეს ყველაფერი გაუფუჭდეს იმიტომ რომ შეესიოს რაღაცა ჭია და რაღაცა შემე თბილისში ჩამოგ შენთან იძახი რომ რატო ღირს 35 ლარი და ის გინდა რომ თან GMO free და თან რაღაცნაირი ისეთი ჭამო რა ანუ ეგ ძალიან ისე ცოტა დისბალანსია ჩვენ მომხარებლის ტვინში რა და ჯერს თუ ძალიან ძვირიჯდება ნამდვილი რაღაცების გაკეთება უკვე კიტრის და პომიდორის და ნამდვილი პროდუქციის ასე თქვა წარმოება ძალიან ძვირი არის და ანუ ერთეულებს თუ აქვს და ჩვენთვისაც ძალიან ძვირია შესაბამისად. ამიტომ ხო რა, ანუ ესე მას პროდუქციის ასე თქვა და დიდ ჰიპერმარკეტებში ვეღარ შევხვდებით ეგეთ რაღაცას. ხო, და იმასაც ურჩევნია ხა რაღაცა ხუჯერ ნაკნები მოიყვანოს, ხუჯერ ძვირად ანიყიდის ან არა რაღაცა ხუჯერი აფოთ უეჭვენი ყველა გაეყიდება, ყველა მაგას ჭამს. თვითონ გნეხის იმიდან გადმოსახედიდან. ხო, ეგ არის გენმოდიფიცირებული ადვილი გასაზრდელი არის. ხა მოხდი რა, სიცივეს უძლებს, ალბათ სწრაფადაც მოდის, მოდის, უფრო კუჩა მოდის, უფრო მეტი წონა აქვს, უფრო მეტი ყველაფერი, უფრო მეტი და მე ესო ჩამოვიდა და იყიდება 3 ლარად და მე 35 ლარიანი ყველას გვინდა თან კარგი ჩვენ ბავშვებს ვაჭამოთ. ეხლა ეგეთი ქონდა ჩემი მეუღლე ორსულად იყო და ის მქონდა რომ მინდოდა კაი სოფლის ქათამი რა და კაი სოფლის ქათამი სოფელი მეც მაქვს მასაც აქვს ამაზე მოვიკითხე და არავის არ ყავს. ვიზღაყავს რა იმიტომ რომ მე ის გლეხი გეუბნები ყველაფერი გამიძვირო და პრემიქსი არ გინდა პრემიქსი კაი ამან რა უნდა ვაჭამო სიმინდი ძვირია ეს რა არავის აღარ ყავს. ვიპოვე სადღაც წიწილა სიტყვაზე ვიძახე და 45 ლარი გადავხედე თავში ანუ ერთსა ქათამში ხო ხდი გამიკვირდა რა სიძვირეა ანუ რატო გიკვირს მე ჩემ თავს ვკითხე მე ხო მოხდი რა ყველგან ეძებას და მოთხოვნა მიწოდების ამბავია რა ხო მოხდი რა ანუ ერთი მე ვერ ისქვენი აი რატო მე რო რაღაც 15 წელს ვიყავი მაგ დროს რატო აი მაგას ის იყო რომ
ჩემი აზრით არ ვიცი ხე ეგრე იყო თუ არა ხა ქართულ ფერმერს არ ქონდა გემო გასინჯული ასე ვთქვათ თუ რამდენად კაია გენმოდიფიცირებული ხო აი არის ჯერ არ იცოდა მიხვდი ინფორმაცია არ ქონდა რამდენად მარტივი და მე რამდენად გაიხსნა ყველაფერი ინფორმაცია შემოვიდა ხვდები თურქეთიდან შემოტასავეს ალბათ რაღაცა დავაი აჭამად როგორ და მიხვდა რომ ხვდები ბრახა 250 კილომეტრ ერთვეში უკვე დასაკლავი გაიჭიდა და წაქტოდა და ყობაშვილი გაიზარდა ნახარო ხო ესეთი და ორმაგი ვიცა 500 კილო გაიზარდა ერთ კვირაში და ძეძგან იმაში ქათამში რაღაცა ვერ გაიზარდა და ერთმა შპრიცი დაარტყა და წყალი შეუყარა გაფუდა ქათამი ზუსტად ეგრეა რა ხო მოხდა ადრე ეგ რაღაც ალბათ არ ქონდათ ინფორმაცია იმიტომ ეგ ტენდენცია უკვე სოფლიოს გარშემო ამერიკაში ხვდები აი წამოსული 60-იანი მეტრებიდან უკვე გემოდიფიცირებულს ჭამენ და მაგდონალდი ამოდის ხეზე უკვე ეგეთი პონტია და აქ ეგრე არის და თან ის არის პრობლემას ეგ არის თქო რომ მომხმარებლის ტვინში არის პრობლემა რომ კარგი გინათ ზურის გადახდა არ გინდათ ზურის გადახდა არ უნდა რომ მოინდომოს და რაღაცა შეიძლება არც გაიყიდოს და მე როგორ არის ეს სიტყვაზე შეიძლება 15 ლარად უყიდოს რომ გაყიდოს სიტყვაზე გეუბნები მქონია ბერჯე კომუნიკაცია მაგაზე გამყიდვებთან მაგიტო რა 15 ლარად შეიძლება რომ გაყიდოს მაგრამ ადაც 25 ლარი იმიტომ რომ გეუბნები რომ 15 ლარად არავინ არ ყიდლობს და 25 ლარი იმიტომ რომ შენ რო იყიდი ეს თუ დამილპა ეგ მაინც რომ ამოვიღო და პლუსში მაინც დავრჩიო ოდნა მიხვდი ანუ აი არის ძალიან ცუნი ამბავი ხო რა და კარგი ჭამა თუ გინდა ძუნა გადაიხადო და ფერმერებთან მაგრამ შემოდის 1000 ერთხელ შემხვდება ხოლმე Facebook-ზე ვიღაცა ადამიანი ფერმერები მართლა რომ დაწერენ რომ აი ჩამოვდივარ ამ დღეს და რაღაცა და იმა ძალიან ძვირი როგეს მართალი ხარ მაგრამ ეს ახლა სულ რომ მოთხოვნა არსებობდეს ამდენი არ არის მოწოდება არ არის მაგრამ ეტყობა არ არის მოთხოვნა ხო და რო არ არის მოთხოვნა და ძვირს რო ადებს და ნაწინი რო ამიტომ ის ვინც იცის მიდის უპება იმიტომ უწევს მე ჯერ ერთი ის არის რომ მაგდენ ადას თქვათ გონივრულად ჭამა შეიძლება ჩვენ გვაქვს დაწყებული და ჩვენ უკვე ანუ ეს სულად გამომდეს ხა მაყურებელთან მაგრამ შეიძლება ჩვენ მივხვდით რომ იმას რომ ანუ იცი რა არის რომ ეს სიტყვაზე ვიზახი რაღაცა ბროილერის ქათამი რომელიც იყიდება და გას 15 ლარი ხო შეიძლება ცუდი იყოს ჩემთვის long term-ში ანუ რაღაცა დღეს დახვალ არაფერი მომივა მაგრამ ცუდია და უკეთესია სოფლის ქათამი რომ ჭამო რა შეიძლება მაგდენს ეხა ჩვენ ხვდები და ჯერ მაგამდე ვიღაც არ მისულა რა და ეგ არის რომ მაგასო ხვდები მე მაგის მოთხოვნა რო გიშდები ანუ მაგ ხელა მოთხოვნა ჯერ არა აქვს ხალხს და მაგდენ მასიურად უნდა გაიაზროს ხალხმა რომ იცი რა არა ფული გაიაზროს 25 წელი რო ის ქათამი ჭამო ფული არის მასიურად რო სამაგი გადაიხადოს ხო ეგეც და მაგას ვიძახე რომ შესაძლებლობაც არ არის და გააზრების დროც არ აქვს ხალხს რომ მაგ ფულს შეუძლებს გამიხდი ანუ ეგ ძალიან ის არის რა ანუ თული ცუდი სალაპარაკოა მაგრამ მართლა ეგრე არის რა ანუ მეც რაღაცა ანუ მეც ცოტა ხნის წინ ახლა გავიაზრე ეგ რომ 5 წელია მივხვდი სიტყვაზე ვიზახი რომ უკეთესია რომ ჭამო სოფლის ქათამი სიტყვაზე გეუბნები ვიდრე რაღაცა ანუ ძალიან მარტივ გასარჩევიც არის ჩვენ მაგალითად აი კვერც ჩვენ ოჯახში კვერც ეჭვება რაღაცა საოცარი რაოდენობის და რა საერთოდ გემო აღარ აქვს ანუ აი მაღაზიაში აგროჰაბში ვითომ სოფლის რო არის და ასე გემო არ აქვს ეხა ვიღაცა ვიპოვეთ მოაქვს ეს სოფლის ისინი იმენაც გააფუჭა სხვათა შორის ისევე აღარ ვარ მოთხოვნა გაიზარდა და ახლა ბერს გაურევ ცოტა რაღაცას ცოტა კარგ საჭმელო და ეთქო კაისტაფილოსფერი კვერცხს ხდებდა ის და რამდენს ყიდულობდნენ შეაპარა უცებრო ბევრი გაყვიცხა ისე მაგრამ ისეთი სხვაობა იყო როცა კაი ჯერ ფერი მართლა ნუ ეს საოცარი და გემო აი მართლა კვერცხის გემო ამას ჭამ და ვერ ხვდები რა შეჭამ ხო რაღაცა ისეთია თან ეგრე რომ ანუ ეს ეხა დავაფუძეთ მე და ჩემო მეუღლე მეგრო ისე ქვია ჩემო მეუღლე ჭამ სოფლის კვერცხს და მე ვჭამ ესეთი იმიდან მე ვჭამ ერთი 30 კვერცხს და ისე იყიდო ეგოაითი ეგ ახლა ვიფიქრეთ ხოლმე ერთ 3 დღის წინ მივწერე რაღაც ერთი კომპანია. ჩვენ ერთ-ერთმა კომპანიამ გამოგვიგზავნა და გვინდა შეძენ და მეც ესე დავიწყებ რომ ანუ ერთ წელს იმას ნუ მე ესე ვშვები ერთ წელ ჩვეულებრივ და სიმეს ამბობს თუ გინდა 3 კვერცხი და ერთი 200 გრამი ეგოაი დაასხი. ხო და მაგას ვფიქრობდი რაღაც თავს ვერ მოაბავ შეკვეთას რომ ვერ მოაბავ თავს ეგ დაემართა რა და არა კი რაღაც ქართული და გასტრონომში იყიდება კიდე თუ არ ვცდები. კი. ხო და ეს ძალიან კაი გამოსავალია ვისაც ცილა უნდა სხვათა შორის. კი, მაგრამ ძალიან უცნაური არის რომ კვერცხის გულში უფრო მეტი ცილა ვიდრე კვერცხის ცილაში.
ეს მე არ ვიცი. ხო ეგრეა. ხო, просто ცილა არის, მაგრამ ცხიმი ხო და თუ გინდა რომ ცილა გაიზარდოთ ისე რომ კალორი არ გაგეზარდოს. ხო, მაგრამ ჩემი ეს იყო კულტურული შოკი ასე თქვა. ეხლა ვერც მივხვდი მე რა თქვით. 10 ანუ მარტო გუნი რო აიღო, აი ერთი კვერცხი რო აიღო, მარტო გუნი, მარტო ცილა და რამდენი ერთ კვერცხს აქვს რაღაც 5 თუ 6 გრამი ცილა, რო შეადარო ცილაში 100 გრამ კვერცხის გულში, უფრო მეტი ცილა ვიდრე 100 გრამ ცილაში. მაგრამ კალორი ადის და მაგიტო არ მაგრამ ჭამდი. იმას აქვს უცხიმი და ეს არის მარტო ბევრი ცილა. ქოლესტეროლია ხო რა. კი. ესე იგი ჯანსაღი არ ვიცი ეხლა რაც ვისაუბროთ, აი მე ჯანსაღკვებაზე გადავედი, ანუ უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ იმას მაინც ჯობია, რომ ეს junk food-ი და ასე შემდეგ არ ჭამო. ჯანსაღი კვებას ხოთაშე რომ ჯანსაღად სოციალ სანდრო იყო პირველი ადამიანი, ვისგანაც გავიგე კალორიული დეფიციტი რა, ანუ აი თავის დროზე რა. ალბათ ის იყო რა ქვია. პანდემია იყო მე მგონი რა. პანდემიის დროს დავიწყე ხდება. პანდემია ხო, სოციალებში რო აქტიურობა დაიწყო ხო ეგ პერიოდი იყო. მან გავიგე კალორიული დეფიციტი და როგორ იყო, ეს მანამდე სადაც სკროლავდი, ვიღაცამ თქვა რომ კალორიული დეფიციტიო რა. რაღაცა ინგლისელმა თუ რაღაცა არ ვიცი ვიღაცამ და უცებ გადმოვედი Instagram-ზე და გაიჩნდა შენ. და კალორიული დეფიციტი და მივხვდი რომ კალორიული დეფიციტი რა არის რა. მან შენ ამიხსენი ასე ვთქვათ პირველად რა. მაგრამ ჯანსაღად კვებაზე გარდა იმისა რომ ანუ ჯანსაღად კვება კალორიული დეფიციტი თუ ხარ ჩემი აზრით კალორიული დეფიციტი ვაკეთებ ჯანსაღად იკვებები რა. უკვე ყველა ვარიანტში ასეთ ის. ხო რა ანუ ასეთ ანუ მთავარია შენ ანუ იმაზე დიდი დაავადება არ არის, სიმსუქნეზე დიდი დაავადება არაფერი არ არის რა. სიმსუქნე დაავადება, მაგალითად შეთანხმდა ყველა WHO და ყველაფერი. სიმსუქნე დაავადება და ამიტომ რომ ეგეთი დაავადება რო ავირიოდო თავიდან და ვიყოთ კალორიულ დეფიციტში, ყველაფერი იქნება კარგად. ჯანსაღად იკვებები, კარგად აზრობ თავს და რა ვიცი, ცხოვრება უკეთესია. ზედმეტი წონა მით უმეტეს თუ ბევრი გაქვს, ყველა ნებისმიერ სხვა დაავადების რისკი აი ძალიან იზრდება რა. თუ გინდა რომ აი ყველაზე ჯანსაღი იყო ერთი ყველაზე პირველი ზედმეტი წონა მოიშორე, ანუ დეფიციტში იყავი და უკვე აი ძალიან გიმცირდება ყველა ნებისმიერ დაავადების რისკი. აი მე შორს და თუ გაიარდა ღრმა წოხალ უკვე დეფიციტში მართლა სოფნის კათამს თუ კვერსამა და ეგ უკვე არის მეორე და მესამე მაქამდე თუ მივიდა ხალხი ხო კაი. თუ არა და მარტო რო ზედმეტი ანუ ჭარბი წონა არ კონდეს და ანუ რაც ორგანიზმს ან მისთვის რაც ჯანსაღი ეგ წონა რო დაიჭიროს ასე ვთქვათ უკვე ბევრად რო ჯანსაღი იქნება ვიდრე ვიღაცას თუნდაც სოფნის კათამს კაი ხარისხის პროდუქტს ჭამდეს და თავის წონაზე 20 კილოთი 30 კილოთი მეტი იყოს ანუ 20 კილოზე მეტი წონა ქონდეს სულ ჯანსაღი პროდუქტი ის უფრო ბევრად არაჯანსაღია ვიდრე ეს კაცი რა კი ბატონო 100%. გასაგებია მაშინ მოდი დავანებოთ ჯანსაღ პომიდორს თავი და უბრალოდ ვიკვებოთ არა ეს ვიღაცას თუ კაი გემოდა მართლა ჯანსაღი არ დაანებოს კაცო ხო მან როგორ არის რომ ანუ ჩემი აზრით რა და ალბათ თქვენს დამეთანხმებით რომ ამას თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია რას რა მნიშვნელობა ხო და ჩვენ თუ გვაწუხებს ანუ და ბევრჯერ სხვა სანდროს განაც მომისმენია სოციმედია ჩარტებში თუ რაც არის რომ თანმიმდევრულობა ანუ ჯერ ერთი რაღაც გააკეთე და ნუ მიასკდები ყოველთვის 10-ვე რაც ეხლა ვარჯიშნა დავიწყო 1200 კალორია ჯანსაღი პომიდორი თუნდა პომიდორი მიყოვო და ვიყიდო ხათამიც მარტო იქ ბალანსზე ამას მაგდენ ბარიერს რო გაიკეთებ ადამიანი ხო ანუ ვერ ჯანსაღად ვეღარ იცხოვრებ ვერ ჯანსაღი მენტალური ის აღარ გექნება ჯანმრთელობა ვერც კარგად შეჭამ ვერც ვერაფერს ვერ ეზო რა და მეც ანუ აი ბევრჯერ მქონია ხა ჩემს ოჯახის მაგაზე მქონია საუბარი თანმიმდევრულობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა თავიდან თქვი რომ შენ სწორედ არ შეჭამ სწორედ ტკბილს ან მოუკლებ ტკბილს მე არ მოუკლებ ცომს მე მოუკლებ რაღაცას მე ამოვაგდებ მაგრამ ეს ეტაპობრივად ხო ეტაპობრივად თუ არ გაკეთე რაღაცეები და ანუ სიჯანსაღეც ანუ არ უნდა იყოს ეს ჯანსაღზე საუბარიც რა ბევრჯერ უკვე ესე მხდება ხოლმე ყურში რაც ტოქსიკურობამდე მიდიხარ უკვე რა იმიტომ რომ თუ ეს ტოქსიკური შეიქმენი ასე ვთქვათ გარემო ჯანსაღი გარემო და არ გვინდა არა ჯანსაღი ხო ტოქსიკურია რა და ამიტომ ჯობია რომ შენ მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნო ჯერ და იცოდე რომ ჯერ მოდი ნელა დავიწყებ რაღაცების გამოსწორებას 1% უკეთესი 2% უკეთესი ესე მიყვე და საბოლოო ჯამში მე მართლა მაგაზე ვიფიქროთ რომ ყოფასთან მიყიდოთ გენმოდიფიცირებული თუ არა იმასთან რა 10 რაღაც რო აირჩიო და აი გიჟივით რომ ყველაფერს აი დეტალურად რაღაცა გრამში და სულ რო გამოგივიდეს 10-ვე ბოლოს აი დრო რო გავა ცოტა
მამა მარტივად შეატყობს გვერდზე მყოფ. დაუცურდაო. რაღაცა ხო წამოკრა ფეხი რაღაცა ანუ გაგიდა რა აზრი აქვს თუ ანუ ორგანიზმი და მართლა მაგარი პომიდორი და ქათამიჭამე და ტვინში თუ დაგერხა? ხო თან ვერ წან თან ის არის რომ ანუ სულ მაგას ვიძახი ხოლმე ხა ჩემ გარშემო ყოფებთან რომ შენ თუ ეს გრძელვადიან პერიოდზე არ გადაწელე ხო აზრი არაფერს არ აქვს რა ეს და ხვალ ხო სამი თვე შეიძლება დაიკლო სამი თვე კარგი ბიჭი და გოგო ან გოგო იყო სამი თვე დაიკლო და სამი თვის მერე ისევ იგივე ჩაგერთოს და რა ხდა რეზერვში გადაგდებული ორგანიზმი რა დაიწყებს იგივე და წრეზე უნდა იაროსო და ეგ ანადგურებს არა მარტო ორგანიზმს არამედ მენტალობას იმიტომ რომ ვერ ხვდებიან რომ ეს არის პროცესი სამუდამო და არა რაღაცა ხო არა რაღაცა საქორწილოდ უნდა გავხდე რა ანუ ეგ არის ყველაზე ცუდი დამოკიდებულება შენ ორგანიზმში ჯერ კიდე ესე არის სამწუხაროდ ანუ გონიათ რომ დაიკლებენ და მე რატო ის ანდროს პროგრამაც რო ვისაც მოუმატე რატო მოვიმატე და თუ დაუბრუნდ ისევე იგივე ბურგერების და პიცების ჭამას რა თქმა უნდა მე ჯადო ხوار გაგეკეთე რომ ვერ იმასქნე მაგრამ მაგას ბევრი ვერზე თუმცა უკვე მაინც წინ არის მე რა ნენელა მიდის წინ ეგეც კი მასიური აზროვნება მაგას დრო უნდა რა ეხა მასიურად ყველა უცებ შეიცვალა და სხვა კუთხით შეხედა არ გამოცა ჯერ ერთი ადამიანი 2-3 და ესე იგი დიმიტრი ახლა ტკბილი ახსენე და ბარემ ამაზეც კითხავ გიყვარს შენ თვითონ თუ გიყვარს აი რამდენად იცით რომ ანუ აი თუ რამე ტოქსიკური ურთიერთობა არსებობს შენეთკბილს ტოქსიკური ურთიერთობა მე და ტკბილს და აი მითხარ როგორ უმკლავდები მაგას აი ხო შორის ეხლა ბოლო ერთი 3 დღეა დავლაგდი რა იმიტომ რომ 1-2 კვირა რაც გადმოვედი 3300 კალორიიდან 2500 კალორიაზე რა ზაფხულის მოახლოებასთან ხო რა ნენელა მინდა რომ ქათი დავიწყო ხო ცოტა ისეთი ის არის რა ცოტა ექსტრიმ ქათი იქნება ცოტა ხანში კიდე 500 კალორიას და მოვაკლო და 2000-ზე დავუჯდე. მაგრამ 3300 კალორიიდან 2500-მდე ჩამოსვლა ისეთი მტკინვეული აღმოჩნდა თურმე. იმიტომ რომ ერთი ორი კვირის ხარჯზე წავიდა ეგ. 11 დღე ყოველ ღამე ზუსტად 3-დან 4-ის ნახევარს რა ანუ პლუს მინუს 10 წუთი. მეღვიძებოდა და მახსოვდა რომ სადღაც სახში იყო ტკბილი. რაღაც მომგავ თან როგორ იყო ეს რომ ცოტა ანუ აი ძილბურანში ახლა ყველაფერი მახსოვს მაგრამ ძილბურანში ვარ და აი მოდი ერთ თავს შევჭამ რა ანუ ერთ თავს რაღაცა და რა ერთი და ორი და სამი და ბოლოს ხვდები ერთი ნახევარი საათია სამსახურში ხარ უკვე და მარტო ტკბილს უმერავ რა წვევიდან ჩემი ცოლ მე რა სად იყავი და უღალატ ერთი კამპეტი შევჭამე და მეორე დღეს ვიწყებდი -1200 კალორია რა ანუ ემა კალორიით და ანუ აი ძალიან ცუდი დამოკიდებულება ბავშვობიდან რა ანუ აი როგორი დამოკიდებულება მაქვს იცი რომ მართლა ძალიან დიდი პრობლემა მქონდა წონით ბავშვობაში რა და ანუ უკვე ესეთი იმდენად დიდი პრობლემა მქონდა რომ რაღაცა მიგზალავდნენ უკვე რა ხვდები სარჭამო ბავშვობიდან ხვდები რაღაც და ანუ ალბათ არ ვიცი შეიძლება ეგ ცუდი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა და ბავშვობაში ისე იყო ხოლმე რომ ანუ აი რაღაცა ერთხელ დედაჩემ დამიცვა და უკვე შვილო ცოტა თავ შემოუძახე რა 12-13 წლის ვარ და წამიყვანეს რაღაცა ექიმთან ჰორმონები რაღაცები გამეკეთეს რაღაცა ნახოთ ბავშვს რა ჭირს არაფერი არ ჭირს ბავშვს ამა უყვარს უბრალოდ ხვდები და დამისვა რომ კაროჩე უკვე დიდი ბიჭი იქნება მალე და ანუ აღარ უნდა იყო რა მსუქანი რა ანუ ეხავს სპონჯი და კაი და რამე და ვითომ ხვდები ძალიან მოტივირებული ვიყავი და ხლებცები ამოვატანინე და რაღაცა ხო ხვდები ეგეთი ისე იქნა გარემო რომ არ ზეც არ ხმარობს და ხვდები დიმიტრი უნდა გახდეს რა ანუ ეგეთი ის არის ყველა სამეზობლოს ჩართული მაგამ ბავშვი რომ დიმიტრი და აი მაგას რაღაც მოტივირებული ვიყავი ხოლმე და ჩავდიოდი და თან როგორ იყოს რამდენად მაკონტროლებდი რომ მაღაზიაში ჩავდიოდი ხოლმე რა რამდენი ხანი ჩავდიოდი მაგას მაკონტროლებდი რო იქ არ გეჭამ რამე არის რა რაღაც საშინელება აი რა სიცხვილე არის რა სხვები აი და ბავშვი რა ძალიან ის არის იმი ძალიან დიდი შანსია რომ მაგიტო ხარ ეგრე რა თქმა მესამე სართულიდან როგორ არის მე 4 სართულზე ვცხოვრობ ground floor-დან ასე ვთქვა და 4 სართულიდან ავდეს ლიფტიდან ზუსტად იმის რა ქვია კორპუსის ძირში არის რაღაცა მაღაზია სიტყვაზე ვქვა და მან გამაგზავნა თქვა დედაჩემი სადღაც და ვყიდულობდი ხოლმე 2 წალ ბუენოს რა ზემოდან კიდე რაღაც რა და ის ხო მაკონტროლებთ რამდენი ხანი ვიყავი რა წარმენი სანამ სახში ანუ სანამ დაცვასაც არ უნდა დავენახე რომ ჭამდი ანუ ხტები ანუ ყველა ჩართულია ვაფშე ეთყო და ეგრევე ვაფშე ყველა ჩართული დედას გეფიცებით ეს თვითონ ეტყვებოდა და ანუ ლიფტში 2 წალ ბუენოს ანუ რამდენი ხანი უნდა ჭირდეს
4 სართულის ასვლა. 4 წამი. ხუცებ. შევჭამდი ხომ იცი რა სისტრაფი და შევდიოდი მის არაფერი რა, ნუ არ ვჭამდი და ეგრე ერთი რა ვიცი, ერთი სამი თუ ეგრე ვაწურინე რა, რატო არ ხდება დიმიტრი კაცი შუა არის, რატო არ ხდება დიმიტრი. მეც არ ვიცი, ხვდები და მე უკვე ისე მოხდა რა რაღაცა ხო, რა უმეტეს ეგეთი ტოქსიკური დამოკიდებულება. ეგეთი და ახლა რა ხდება თქო, აი ეგ მაინტერესებს. ახლაც ეგ ტოქსიკური დამოკიდებულება გრძელდება, მაგრამ ნუ ფაქტია რომ კაი ფორმაში ხარ ეს. აკონტროლებს ხო. ესე იგი აკონტროლებს. ეხა იცი მაინტერესებს, აი დაბალკალორიული დესერტები რო გააკეთო, უშაქრო, ანუ როგორც არ დააკეთებ და ალბათ მაგითი ხო? ხო, ზუსტად რა კალორიებს ვაკეთებ ხოლმე ჩემი და ჩემი მეუღლე, ანუ ორივე მე რას ვჭამს იმას ჭამს ისიც. და რა ვიცი, დესერტები ხოლმე 150-200 კალორია, 10 გრამი, 12 გრამი ცილა, სტევია იხმარე, მე თუ სტევიას ახმარებ, შაქარი აქვს იმას დალოცულ ხილს და ეგ იხმარე, დააკარამელიზირე რაღაც ხდება, ბევრი რაღაცა არსებობს, რა და ადამიანები ჯერ ახმარ ბევრი არ ხმარობს სტევიას და რაღაცებს და ახმარობ მე ვერ გავიგე. აი მე ბოდი შეხაკ გეტყვი მე რატო არ ხმარობ სტევიას. გემო არ გიყვარს. ხო, ნუ ეთყობა რომ ქიმიურის რაღაცა. ანუ რო დამიდო 10 ცალი შოკოლადი თუ რაც გინდა, იმ 10-დან ერთი რომელიც სტევია გეტყვი. ხო, ანუ ეგეთი გემო დაკრავს. კი, უეჭველი, კი, მაგაში გეთანხმები, მაგრამ კიდე ხა არის რაღაცები შემოდეს ეგეთი გემოები აღარა აქვს რა. ხო, ეგ ვიცი როგორ მინდა რომ ნახო, მე მაგიტო ამოვაგდე, საერთოდ თითქმის არ ვჭამთ კბილს, იმიტომ რომ შაქარიც არის ხა რაღაც ახანი ძალიან რაღაც მარგეოს, რაღაც ბევრად ტკბილია და 5 კოვზი რომ უნდა გაიკეთებინა და 1 კოვზი იგივეს ის. ეგ ნახე ეგ შემხვდა მეც რაღაც. კი, და კალორია ცოტა ნაკლები აქვს რაღაც 330 თუ რაღაც და არ ვიცი, ნუ შაქრის შემცველებთან მაქვს ძალიან სრული დამოკიდებულება, ძალიან არ მსიამოვნებს, აი ძალიან და არა. ხო, ცოტა ისეთი არის, მაგრამ ხო ეხა ტკბილი. ისეთ სიტუაციაში ხო, მე როცა ეგეთი სიტუაცია გექა, ჩემი ამბავი სხვა ეხა უფრო ვაკონტროლებ ეხა ეგეთი მართლა ეხა ბოლოს 3 დღე აღარ მაქვს 3 საათზე აღარ ვუგუძებ. არა ეს იმიტომ რომ უცებ ჩემ კაცი გააკეთე დიდი და მაგიტო თორე ის არ გექნება. ხო, და ისა ქვია. ტკბილი ამოვაგდეს, თუ გამოვიდა? არა, ტკბილი ამოდებული არ მაგას. ესე როგორ არის, ანუ თუ მომიდება სნიკერსად ჭამ, რავი, კარგი ფანფი იცის მერე. რაღაცა ხა რა არის ერთი პატარა სნიკერსი? ხო, ანუ ყველაფერს ჭამ თუ რაც მინდა რა, ეხა კალორიულ დეფიციტი თუ ვეტევი და ესე რომ რაღაცა შაქარზე ღმერთს მადლობა რომ არ მაქვს არაფერი ისა დაავადება და არაფერი შაქართან დამოკიდებულებაში არაფერი ცუდად რა მაგ და როგორც მინდა ესე ვჭამ ეხა. ხო, არა, ეგ ეხა ვარჯიშის ამბავშიც აი რო ვარჯიშობ აი თითქმის გამორიცხუნია რა. ეხა რამდენი უნდა ჭამო რომ აი იმენ აქტიურად მით უმეტეს რომ აი კუნთები რაღაცა ანუ ენერგია გჭირდება შაქრის თუ რასაც შევსება შაქარმა რომ აი ბევრი შაქარი მივიღე და ან რაღაც ინსულინ რეზისტენტუნი ან რაღაც type 2 დიაბეტი ან რაღაც ანუ თითქმის გამორიცხვა აქტიურად რო ვარჯიშობ სულ ხო რა ჩაცვანე დააცუნი ხარ 99% არ დაგემართე. კი ბატონო. ესე აქტიურად რო რა არის რა ასეთი. ვარჯიშზე მაგარი არაფერი არ არის რა. ანუ აი მე ადამიანი ხარ ვარჯიშობ რა, ანუ ყველაზე კარგი. არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც. ანუ ეხა მე რო ვარჯიში არ ჩემ ცხოვრებაში არ იყოს, არ ვიცი. როგორ არ ვიცი, ძალიან რთული არის. თუნდაც მარტო სულ რო ყველაფერი გამორიცხო, ეგ ტკბილის ამბავი, აი ბევრად რთულად იქნებოდა რა. კი. აი ძალიან. ნამდვილად. ხო, ტკბილებსაც შეეხება კიდე ის ვთქვათ, რომ კიდე ძალიან დიდი წვლილი შეაქვს სხვადასხვა პროტეინ შეიკებს რა. ანუ უშაქრო პროტეინი მაქვს. ზიულატი ასე ვთქვათ და მართლა ხოლმე პროტეინ შეიკებს ძალიან. აი ვიღაცა არის ადამიანი, ვისაც ეს გემოები ეგეც აი მომოტყბო ხო იმის შოკოლადის გემო, ვანილის გემო. იმას შვები და ვშო რა. ეგრევე აღარ. ძალიან ის არის ეგ, ძალიან ეხმარება ხოლმე. ტკბილის ამბავში ძალიან ეხმარება კი. კი. სხვა ხო. დიმიტრი, აბა ხა შენ გვირჩიე ხალხს უბრალოდ ზურჩი, რა სამი პროდუქტი არ უნდა გქონდეს სახში არასდროს. არ უნდა გქონდეს? და მე გითხარი რომელი სამი უნდა გქონდეს? რა არ უნდა გქონდეს? გეტყვი ხა. ჩემი აზრით არ უნდა გქონდეს ადამიანს ზეთები არ უნდა გქონდეს ბოთლით. აი ზუსტად ის. სულ გადმოაყირო. ანუ არც აი ეგეთი რაღაცა, ან ესეთი რაღაცა უნდა გქონდეს აუცილებლად. კიდე რა არ უნდა. როგორ არის ესე ეგეთ რაღაცებს არ ვფიქრობ ხოლმე, ჯერ იმიტომ რომ ამდენი ხანი ბალქზე ვიყავი რა და ეგეთ რაღაცებს არ მქონდა, ჯერ გადაწყობილი ტვინი არ მაქვს რა, კალორიების მოკლებაზე რა და ისედაც ისე ვარ ხოლმე რომ არაფრის ასე ვთქვათ აგრძალოს და დემონიზაციას ვცდილობ რომ არ უკეთებ რა, იმიტომ რომ
ზომიერებაში არის ყველაფერი რა, ხო მოხდა ეს სიტყვა ვთქვათ, ვიღაც რო უთხრა კარაქი არ ქონდეს, ხო კარაქზე გემრიელი ჩემთვის არაფერი არის. რატომ უნდა ქონდეს აი ჩვენს ეს სიტყვაზე ვიძახი რა, ვიღაცამ შეიძლება თქვა კარაქი არ ქონდეს და რაღაცა არ ქონდეს რა, მაგრამ აი კარაქს უკეთებ რამდენს ის ყველაფერში ანუ თუ გიждები რა კარაქზე კარაქი მიყვარს და ეს დემონიზაცია ფიქრობ არ იქნება სწორი რაც რა ვიღაც რო ურჩი რომ ეს არ ქონდეს მგონია რომ ცუდი ის არის თუმცა აი შენ შემთხვევაში მაგალითად ტკბენი ხო ეგრე გიყვარს რა და სახში რო ქონდეს აი სნიკერსები, მარსები, ნამცხრები, ტორტები რაღაც და თუნდაც ხო აი ღამე რო იცი რომ ან თქვა ძალიან მოგინდა რა და უცებ აი სახში ყველგან ყველა უჯრა გამოაყენე არაფერი არაა რა. აუ მაგარეთ წვიმს რა და არა მაგრა წვიმს ისე ვერც რაღაც გლოუ მაგას ვერ გამოიძახე ვერ მოვა და იტყვი არა და მეორე შემთხვევა აიღე და ყველა უჯრაში სხვადასხვა შოკოლადი მაცივარში ნამცხვარის ტორტის დევს და ძალიან მოგინდა ხო გადაჭმული ყველა. აი მასე აუცილებლად ზოგადად ყველა ადამიანისთვის რა არ უნდა კონდეს განზოგადებული თქვი მაგარი თუნი იქნება კონკრეტულ აი ინდივიდუალური კონკრეტულ შემთხვევაში ვიღაცა შეიძლება მართლა აი ზეჩი ატიპტიპებდეს რაღაცა ისე წავდეს რომც ეცადოს და ერთი კოუზი და უცებ შეიძლება რაღაც ერთი ბოთლი ჩააწყვეტ ისე ამიტომ რაც ვისაც რა უჭირს სად უჭირს ის ვიღაცა შეიძლება სნეკები რაღაც ჩიფსები რაღაცა სუხარიკები რაღაცები უყვარდეს, ნუ სასურველი ეგენი არ ქონდეს, ნუ ვის რა ისა. აი ვის რა ყველაზე სწორი ეგრე იქნებოდა. უფრო მარტივად ვეტყვი რა. მაგას ვიზახი რომ ეგეთი ზეთის ასე თქვათ რაღაცა რაც აკონტროლებს ეგ ძალიან ჯერჯელი რა ძალიან დიდი ანუ კალორიულ დეფიციტს მით უმეტეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზეთს და ანუ იმიტომ თითქოს ყველაფერი შეიძლება რომ შეწოდა უფრო გემრიელი არის კარამელიზაცია უფრო კარგად აკეთებს და ასე შემდეგ ეგ ერთი მეორე რასაც ყოველას ურჩევდი რომ ქონდეს არის ცილის რაღაცა ისეთი რაც უცებ ხილას მიგაღებინებს ჩემი აზრით ხო ცილის წყარო შეიძლება ის იყოს არის თქონა პროტეინ პაუდერი იყოს კიდე რაღაცა იოგურტი გრიკი ნებისმიერი ამიტომ რომ ცილა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა მიიღოს და თან უფრო დიდი ხანი დანაყრების გაძლევს შეგრძნებას და ასევე ჩემნაირად კბილ დამოკიდებული ადამიანისთვის რაღაცა შაქრის შემცველი არ არის აუცილებელი ეს იყოს სტევია შეიძლება იყოს ფინიკი რაღაცა შეიძლება იყოს თუ რაზე გაქვს დამოკიდებულება რაღაც თუ გაქვს რაღაცა სხვა რაღაცაზე რაღაცა ალტერნატივა ყველაზე სწორი ეგრე არის კი ბატონო მე ეგრე ვარ ხოლმე რომ ანუ ფინიკის უმაკ სახში რა იმიტომ რომ ვიცი რომ მინდება ტკბილი რაღაცა ფინად ბათერთან მიწის თხილის კარაქთან ერთად გადაუსვე ჭამე ვარჯიში გიჟივით ხო გიჟივით ხოზე იშთები და მიდიხარ გიჟივით ვარჯიშზე მოდიხარ რა ანუ ეგ არის ხო და ამიტომ რაუნდ ხო რაც სანდო თქვა ძალიან ინდივიდუალურია რა და ყველამ თავის თავზე უნდა მოირგოს ყველაფერს ცოტა უნდა დაფიქრდეს გაიაზროს და ეგ არის და რაც შეიძლება მარტივად უნდა გააკეთოს რაღაცები და მარტივი იყოს ყველაფერი და შენარჩუნება უნდა იყოს მარტივი რა და ყველაზე მეტად ეგ ურჭით სხვათა შორის ყველას შენარჩუნების ამბავი რა მოდი აბა ხა რამდენიმე კითხვას დაგისვამ და უცებ რომ უნდა მებასო. ბლიცივით ხო. კარტოფილი თუ ბრინჯი? ბრინჯი. ეს ავტომატურად. ბრინჯი მოკლედ. ჩინურიო და ბრინჯი. შეიძლება კარტოფილი ვარ აი ბრინჯი რა. ეს მხარშული თეთრი ბრინჯი სუმაკს ახლა. აი სუ ესე plain რა ანუ ყველაფრო. მე არ მეყვარს აუცილებლად. აი ყველაზე ეს არის. თქვენ აი ეს კაცები მარტივად ვაკონტროლებ რა. კაცები აი რაცაც დააკვირვებულა ვინც ვარჯიშებს და კოტყვებას აკონტროლებს ყველა ჭამს ბრინჯს. ნუ ეგ ის არის რა ეგ ზოგადად და რაც მარტო ჩვენზე არა ბოდიბილდინგი რაცა აი კუნთების რაღაცა სუ ოდითგანო ყველაზე ის არის ანუ ხო ქათამი და ბრინჯი არის არა ერთ-ერთი ყველაზე go to რაღაცა ანუ ვინც ვარჯიშობს ქათამი და ბრინჯი არის ფილე არის ჩემი ტკივილი ანუ აი ტკივა რომ ეს თუმცა სანდრო ისე გემრიელად აკეთებს აი ხო მაგაზეც მინდა თქვა ბოდიში სანდრო გემრიელად აკეთებს ვიცი შენგანს გამიგია ბევრჯერ და ისა ქვია აი ბევრი აკეთებს ხოლმე რომ ქათმის ფილეს იღებს და ოდნავ ზეითუნის ზეთს მაინც უკეთებს ხოლმე მაინც რა შეიძლება შეზავებისთვის შეიძლება სუნელისთვის რაღაც რომ მიიკროს და ასე შემდეგ რა ეხლა მე და ჩემი ერთი მეგობარი ლაპარაკობდით ბიბილარი ერთი არ ვიცი იცნობ თუ არა და ისა ქვია ლაპარაკობთ რომ რატო არ შეიძლება რომ აიღო ქათმის ბარძაყები ზეთის არც აღარ დაასხა უფრო გემრიელი უფრო წვნიანი და თითქმის შეიძლება 3 გრამით მეტი ცხიმი კონდესი ხო აი მაქსიმუმ ვინ თქვა რომ არ მე ის კანი მოაძრო მე და ეგ არის შიგნით ფინია რა ხო ან მე რას ვსახე ეს მინდა რომ დამკვიდრდეს რა იმიტომ რომ ძალიან იმიტომ რომ
ბევრად გემრიელია, შავი ხორცია, სასწაული. ბევრად წვნიანი არის და ბირნიც ბევრად მე ისეთი მაგიტომ მიყვარს ინდაურის ხორცი, მარტივად ქათმის ხორცზე გამოდის. ბევრად მეტად, რომ შავი ხორცი მეტი აქვს და ძალიან გემრიელი. ძალიან მაგარი. ეგეც გაითვალისწინოს ხალხმა, რომ ჯობია ხოლმე რომ ცოტა ზეთის მისხმას air-fryer-ში აგდე მარილთან ერთად მარტოე და აი სასწაულია ეს ლაპარაკი. კარგი, შემდეგი ბურგერი თუ პასტა? ბურგერი უეჭველი. კარაქი თუ ზეითუნის ზეთი? კარაკი. cheat meal თუ cheat day? ეგ არის ყველაზე დიდი ტკივილი. აბა cheat meal რა. cheat meal cheat day არის cheat day. ხო, cheat day არის საშინელება, იმიტომ რომ აუ კიდე რაც მინდოდა საერთოდ ლაპარაკი რა, რომ კალორიულობას ზოგადად ყველა ხალხი ითვლის დღიურად რა. კვირას. არ მაგ სპექტრში არავინ არ მაგას უყურებს რაღაცა რა. ქვია ხო სახელი? ხო, არ მახსოვს, აი ხო ვერ გავიცნებ. არ ვიცი, მაგრამ კვირა კი არა, თვეც გამიკეთებია რაღაც პერიოდ, რაღაც მომენტში. ცოტა რთუნია, მაგრამ თვეც გამიკეთებია. ხო, გააჩნია რა ის გაქვს რა და ეხა კვირაზე უფრო არის ხოლმე რომ კვირაზე უნდა გადანაწილდეს კალორიები და 1500 რო ჭამ, ანუ კვირაში ჭამ რამდენს 10500 კალორიებს რა. და ეგ უნდა გაითვალისწინოს ხალხმა რომ cheat meal, კი არა, cheat day შეიძლება იყოს 10500 კალორია. ანუ თენი კვირა. თენი კვირა შეიძლება ჭამო ერთ დღეში. 6 დღე რაც არ უნდა იწვალო ერთ დღეში, всё. და შევდა მთელი კვირა მე ხა დეფიციტში. დეფიციტში კი პროფიციტში. მთელი კვირა რა, ხო ეგრე არის ხო? კი და ამიტომ ცოტა ისეთია რა, აი დაჟე ერთი კვირა კი არა, აი ორი კვირა, სამი კვირა ძალიან მკაცრად უდიეტია და ნუ ერთ დღეში ცოტა რთუნია, მაგრამ აი ხო რა 10000 კალორია, აი ბურგერი, პიცა, ნაყინი, შოკოლადი, ყველაფერი ერთ. ხო, ნუ აი ახლა კი რა, McDonald's-ს ერთი რაღაც რო ჭამო, ორი ნაჭერი ნამცხვარი. ახლა მაგრამ რეალურად არ გჭირდება ეს უკვე მე ტვინით მიდის რაღაცა. თუ გაჭედი არა, ვინც cheat days ირჩევს და სამი კვირა მანამდე ძალიან მკაცრად იყო და კანკანებდა როდის მოვა ეს დღეო. უარა გაჭედინია უეჭვენი და მიშვებუნი აქვს ერთი ერთხელ. მე დილას იწყებს რაღაცა შეიძლება ჩავიდეს რაღაცა კრუასანი მიცეს, მე წავიდეს. მე მქონია ესე ორჯერ ან სამჯერ მქონია ესე რა. დაჟე კვირაობით თქვი კიდევაც ერთ-ორჯერ კვირაობით ვარღვევდი ხოლმე ესეთი არის მქონდა რა. შაბათს გვიანობამდე მუშაობა მომწევია და ხა პირველი საათია 2 და ტექნიკური კვირა არის რა. დამიწყია ესე და კვირას მართლა კვირა დღეს 11:50 PM იყო და 10 წუთი დამჭა და აღარ მეტეო არაფერი და გამახსენდა რომ ჩიზკეიკი მიდოდა და მიმიჭამია და დავწეხი და ღამის 2 საათი და წამოვიდა ყველაფერი. რაც დილით დავჭამე, თავის ჩიზკეიკიანა წამოვიდა ყველაფერი. ინგლისში როცა ცხოვრობდი, ინგლისში რო ყავი მაგ დროს არასდროს მომიწ იქთან ცოტა სტრესი რაღაცას. მე მგონი ეს გაჭედელი. კაი, დიმიტრი, შოკოლადი თუ ნამცხვარი? შოკოლადი. ხილი თუ ბოსტნეული? ხილი. ხილი თუ ჩირეული? ჩირეული ქლიავი შავი ჩირი. აუ გიზდები, აი გიზდები. ქლიავი შავი ჩირი. და აქვე ბლიცის გარეშე კითხავ, ბოლო კითხვა არის, იმიტომ რომ დროც გაგვივიდა, ესე ძალიან კარგად გაგვდის ხოლმე, როცა საინტერესო ადამიანი ვერაფერი. რაზე? ვარჯის ცალკე მე რა პრობლემა აუცილებლად დავკარგე. ვარჯიშიც აი ესე რა, მეც მინდა ხოლმე აი რაც შეიძლება მეტი და მეტი ლაპარაკო რომ იქნება აი ყოველ დღე 1-2-3 ადამიანს მოემატოს აი მასიურად ყველა რო ვარჯიშობს. Healthy community შევქმნათ. ხო რა, თენი საქართველოს ძალიან საღი. ალკოჰოლზე მინდოდა ბოლო კითხვის დასმა. იმიტომ რომ დღეს უკვე ყველა საუბრობს, რომ როცა აი სანდროც ეს ადრეც მაქნა თქვა მე პოდკასტშიც, აი ჰარვარდის ლექციებს რო გადიოდა, მეც ხო უსმენდი ზოგი онлайн იყო. და აი იქ ამბობდნენ, რომ შეიძლება კაცმა 2 ჭიქა ხო? ყოველ დღე 2 ჭიქა, 2 ჭიქა რა. ეს ახლა ჰარვარდი როდის 2 წლის წინ აიღეთ. რამდენიღაც გრამი ალკოჰოლი მიიღე ყოველ დღეო რა, ოკეი არის. ანუ ქალისთვის ერთი ისე და უკვე და ნუ ძალიან დიდი სისულელია ხო ახლა და ნებისმიერი ყლუპი არის აწამლავი. და შენ როგორ აღიქვა? ახლა მე მაგალითად ვსვამ ხოლმე ხანდახან ახლა ქალმა რაც უნდა დალიოს იმის იმითი და ახლა ესე არ ვარო აი მე დედა არა, მაგრამ ვიცით რომ არ არის ჯანსაღი არც ერთი გრამი. აი ხა მე იდეაში რამოდენიმე წლის წინ ასე ვთქვათ საკმაოდ ბევრს ვსვავდი რა, პრობლემა არ მქონია არასდროს ასე. მაგრამ ხო როგორც ჩვეულებრივი ხო რა, საშუალო სადასაკრული თბილისელი რა საკეთებს შაბათს. Socializing-ის დროს. აი მაგას ვაკეთებ. ხო და ეგ უმეტესობას გონია რომ არაა პრობლემა. ეგ არის ხო და რომ ძალიან დიდი პრობლემაა. ხო და საბოლოო ჯამში როკვე რომ აქედან გამაგლუპიდან რომ გამოვედი, უკვე მივხვდი რომ ძალიან დიდი პრობლემა არის და ანუ
ალკოჰოლიზმს მე შეიძლება არ ვეძახი, მაგრამ დღევანდელი დიმიტრი ალკოჰოლიკს ეძახის იმ დიმიტრი. ყოველ კვირა როსვამ, ანუ როდის მოპარას სისტემატურად როსვა უკვე ალკოჰოლიკია რა და რაც შეეხება ახლა ვარჯიშის დროს თუ აქტიურად ვარჯიშობ და აქტიურად ვარჯიშობ, ახლა მე ჩემ თავზე ველაპარაკებ რა და არა განზოგადებულზე, მე რო აქტიურად ვარჯიშობ და სიტყვა დღეს რო დავლიო რაღაც 2 ჭიქა სიტყვაზე ვიზახი, ან 1 ჭიქა ჯინ ტონიკი ან 2 ჭიქა ღვინო, მეორე დღეს მე ცუდად ვარ რა, იმიტომ რომ ანუ აი ის ძალა მაინც არ აქვს. ცუდად რომც არ იყო. მეორე დღეს ვარჯიში იმ დონეზე მინიმუმ ვერ გეკნება როგორც ჩვეულებრივ. 100% აღარ ხარ როგორც უნდა ყოფილიყავი და ეს არის რა, ანუ აი არ გიღირს არაფრად, რატო უნდა დავლო, მე ვეღარ ხვდები რატო უნდა დავლო, მეორე დღეს ცუდად ხარ, ასე ვთქვათ, ეს ჰენგოვერი თუ ნაბახუსები გაქვს, აი რა ვერ ხვდები რა. აი იმ რაღაც 2 საათი და რა მოდუნდია ასეთი. ვიცი რას დავაკვირდი სხვათა შორის მე ადამიანები ვინც ეს აქტიურად ვარჯიშობენ, ვისაც ეს ვარჯიში ასე შეუყვარდა, ისინი არიან პირველი, ვინც ალკოჰოლზე უარს ამბობენ რა. შედარებით მარტივად. მე ესე ვარჯიში არ მიყვარს და ხა მეც რა უნდა დავლიო, მაგრამ აი ჩემთვის ეგეთი ტაბუდადებული ეგ არ არის რა. შენ ის მომენტი არასდროს არ გაქვს რომ დღეს რო დავნიო, რაც არ უნდა ძალიან გამისწორდეს, ხვანის ვარჯიშის დღე ამერე რაღაცას ვერ გავაკეთებ და აი ეს ამათ ღირს, აი გარგა. იმიტომ რომ არ მიყვარს ეგრე ვარჯიში. არ გიყვარს ვარჯიში, ეგ არის. აი მე არ მიღირს ვარჯიშის, თქვათ, ხარისხი დამივარდეს, რომ დღეს 2 საათი რაც არ უნდა, აი მაგარ ხასიათზე არა, ის უფრო მნიშვნელოვანია, ის უფრო ადრე იყო ხოლმე რომ ეგრე ძალიან დიდი მოყოლული ვარ ღვინის რა. და ეს ერთი ჭიქა ღვინო განტვირთვისთვის იყო ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი რა. მაგრამ აი ესე მაგამდე მივდივარ როგორც კი აი მაგ იმაში ჩავჯექი რუტინაში ჩავჯექი და როგორც კი დავაკვირდი რომ დღევანდელი ერთი ჭიქა ხვალ რაღაცა 4-ით ნაკლებ რეპს გამაკეთებენ და ნაკლებ ფამფი მექნება მაგას ვიძახი რომ აი ეგრე აი ვინც მაგას ანუ ჩემთვის ხა ერთი ჭიქა რომ დავლე ხვალ მე ვერ ვიგრძნობ მაგას ეხლა თუ არ მოუკვდის მითქო და შენ გრძნობ მაგას და ანუ აი ეგ ესე იგი ხახნო ვარჯიშია მაგას ვიძახი რომ დაიწყეთ ხო და არა ვინც დაიწყებს ხა 30 ადამიანი რო დაიწყეს 30-ვე ესე ვერ მოვა ხვალ ვარჯიშს ხე 30-დან 10 მაინც 15 თუ მოვარო აი ვარჯიში არ მიღირს რომ გამიფუჭდეთ კვებასაც ამაშება ვარჯიში ანუ კვებაც მე ძალაუნებრივად მოგინდება რომ დაიცვა რახან ვარჯიშობ რომ ანუ შედეგი უკეთესი გაგიხდეს როგორ არის ძალიან გრძელვადიანი პროცესია ჯერ ერთი რა ეს ყველაფერი რომ რაღაცა ჩაჯდე ამ რუტინაში და იმაში გაკეთო ბრძოლა არის შენ თავთან აი ძალიან ბევრ რაღაცაზე უარეს თქმა გიწევს ასე ვთქვათ ას ბარიერებს გადაბიჯება გიწევს რაღაც ბევრ რაღაცა ხდება რა და ანუ ისე უნდა გააკეთო რომ ეს ბრძოლა რაც შეიძლება ნაკლებად კინოეული იყოს საბოლოო ჯამში და ისე გააკეთო რომ თქვათ აი რაღაცა არ ვიცი რა ხო რა ბენეფიტი არ ბევრად ანუ ყველა ვარიანტში ღირს ეგ აი ცოტა რაღაც პრიორიტეტებში რაღაც შენი ეხამ დღეს მნიშვნელოვანი რაღაცები ცოტა გადაწიო რომ აი თუ მიხვედი იქამდე და აი ვარჯიშის ბენეფიტები დაიჭირე ხო აი ძალიან მაგარი თუ ვერ დაიჭირე არაუშავს მაინც ანუ არაფერს არ წააგებ ისევ რაც მნიშვნელოვანი იყო იმას გააგრძენენ და ეგა ანუ სამითვეა რა ხო რა იცდათ ყველა ვარიანტში ყოველთვის ღირს და იმედია გაგიმართნებ და პირველი სამითვე არის 3 თვეში ხედავ შედეგს და ვიზუალურ შედეგს ვიზუალურ შედეგი ყველაზე ნებისმიერ ვარიანტში რა როგორი overweight-ის არ უნდა იყოს როგორიც სკინი იყო და პირიქით ხო ხდები ანუ აი რაც არ უნდა ქონდეს მიზანი 3 თვეში ყოველ ვარიანტში ვიზუალური შედეგი გააქვს და ვიზუალური მოტივაცია არის ყველაზე დიდი მოტივაცია ალბათ fitness world-ში რა აი ალბათ რა მე ცოტა ხან შეგრძნებას წამოვა უფრო რაღაც ისე თუ მან და ეგ არის თუ არ მოგივი და არაუშავს ისევ არაფერს არ კარგად დაუბრუნდები შენ როგორც იყავი რა არა რა შეგიძლია უბრალოდ დისციპლინა ორ დღეში არა ერთი წელი რაღაც ვაკეთე დაჭიკი და თვენახევაში იქნებ ზუსტად იგივე ერთი წელი ანუ არაფერს არ კარგავთ და ძალიან ეცადეთ მოინდომეთ უეჭვენი რა კარგი ძალიან დიდი მადლობა მოკლედ მოსვლისთვის აი ისეთი საინტერესო იყო ჩემთვის რომ რა გითხრა კიდე აუცილებლად უნდა მოვიყვანო და ან ხარია მე სხვა უფრო
ვარჯიშზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შენ და სადრო ისეთ შეყვარებულები ხართ მაგ ბიჭო, პროცესზე, ხო, ჩემთვის ეს უცხოა. იმედია აი ესე რომ ელაპარაკო და ერთი 2000 კაცი რომ ნახავს 40 თუ დაიწყო ვარჯიში ძალიან კარგი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც და მინდა რომ წარმატება გისურვოთ და უფრო მეტი subscriber-ი და უფრო მეტი მიმდევარი და კარგი რაღაც საკეთებს. მარტო ყურება და გვიყუროთ არაფერი გააკეთოთ ეგრე არ. სადეთ ვარჯიში ან კვება მაგრამ. კი, დიდი მადლობა. მადლობა. კარგად. კარგად.